მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით AI Pulse Georgia-ს მე-12 ეპიზოდით. ჯერ კიდევ ონლაინ რეჟიმში მე დავკვირდით წინა ეპიზოდებში, რომ მთლიანად გადავიდოდით ჩვენ სტუდიურ რეჟიმზე, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ჯერჯერობით რამდენიმე ეპიზოდი კიდევ ონლაინში მოგვიწევს. თუმცა კიდევ ერთხელ გვპირდებით, რომ ყველაფერს ვაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რომ ყველა ეპიზოდი იყოს მოკლედ სტუდიაში და მე მგონი სექტემბრიდან უკვე დავლაგდებით მთლიანად, რომ სტუდიური იყოს ყველა ეპიზოდის და ისეთი, რომ როგორც მე მინდა და როგორც თქვენ გჭირდებათ რეალურად და არა მარტო ონლაინ, ასე ვთქვათ. ჩემი სტუმარი, რაც შეეხება დღევანდელი სტუმარი, რევაზ ღამბარაშვილი, ჩვენთვის ნაცნობი ადამიანი, იმიტომ რომ წინა ეპიზოდებშიც იყო ჩვენი სტუმარი. ფაქტობრივად 2 ეპიზოდი დაუთმეთ ჩვენ რევაზს. გამარჯობა რევაზ პირველ რიგში და ძალიან დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთი ეპიზოდი გვაჩუქე, ესეც უკვე მესამე ეპიზოდი. ჩვენ რევაზთან როცა ეპიზოდი გქონდა, შეგახსენებთ, ეს ეპიზოდი შეეხებოდა AI აგენტებს და ავტომატიზაციას. განვიხილეთ ერთ-ერთი პლატფორმა N8N, რომელიც ყველაზე ძლიერი პლატფორმა AI აგენტებში, თუმცა ჩვენ გამოგვრჩა Make-ი ვერ მოასწარით ფიზიკურად, რომ ეს პლატფორმაც განგვეხილა და გვეჩვენებინა თქვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი საათი გავატარეთ და ასე ვთქვათ, მეორე ეპიზოდი მთლიანად N8N-ს დაუთმეთ, მაინც არ დაგვჭა დრო, რომ Make-იც გვეჩვენებინა და მაშინ რევაზი ჩვენ დავკვირდა, რომ აუცილებლად ერთ ეპიზოდს ვაჩუქებდა კიდე, ასე ვთქვათ, რომ ეს პლატფორმაც მიუგვეხილა თქვენთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა მოკლედ ესეც, N8N-ის დონის არა, მაგრამ უახლოვდება მას თავისი ფუნქციონალებით და ბევრი ზუსტად Make-იან აკეთებს არჩევანს. აქედან გამომდინარე, ეს ეპიზოდი მოკლედ დაპირებული ეპიზოდი იყო და საჭიროებაც იყო და მოკლედ ჩვენ ისევ და ისევ ვისაუბროთ AI აგენტებზე და ასევე გიჩვენოთ ტუტორიალი Make-ის შესახებ. თუმცა გამომდინარე სიტუაციიდან მსოფლიოში ამ ეპიზოდში ბევრ სხვა რაღაცასაც გავაერთიანებთ მოკლედ და პატარა გეგმასავით მინდა გითხრათ მე და რევაზმა, რაც შევადგინეთ უკვე რას უნდა ელოდოთ ამ ეპიზოდში, რომ იცოდეთ. პირველი, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ერთთვიანი თუ ორთვიანი Google-ის, Gemini-ის სპრინტის მერე თავისი არნახული ინოვაციებით ეხლა უკვე OpenAI-იმ შემოგთავაზა ოღონდ ერთკვირიანი სპრინტი, საკმაოდ ბევრი რაღაცა დაამატა ამ ბოლო ერთი კვირის მანძილზე და დააგვირგვინა ChatGPT 5-ით და აბსოლუტურად არ იქნებოდა, არ გამოვიდოდა ისე, რომ ეს არ განგვეხილა ამ ეპიზოდში და სწორედ ამით დავიწყებთ განხილვას. ყველა ინოვაციას განვიხილავთ, რაც დაამატა OpenAI-იმ, მოკლედ ChatGPT-ში და მის ირგვლივ. ასევე ამ ეპიზოდში მე რევას ვთხოვე, რომ ერთი საკითხიც ჩაგვემატებინა კიდე, რაც შეეხება vibe coding-ს, იმიტომ რომ ჩავთვალოთ, რომ vibe coding-ი არის რაღაცა აბსოლუტურად ყველაზე ინოვაციური და ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული და ყველაზე პოპულარული საკითხი AI-სთან დაკავშირებით, რადგანაც ყველა ორიენტირებულია, რომ ისწავლოს vibe coding-ი, ანუ პრომპტი ტექსტის დავალების მიცემის საშუალებით შექმნა პროგრამული კოდის, ასე ვთქვათ, და აპლიკაციებისა და ვებსაიტების შექმნა და აქაც სიღრმისეულად მიმოვიხილავთ, ვეცდებით ყოველ შემთხვევაში განვიხილოთ და რაღაცა შევამზადოთ სიტუაცია, იმიტომ რომ მომავალ ეპიზოდში უკვე ჩავღრმავდებით, ასე ვთქვათ და უკვე გიჩვენებთ უშუალო დემოებს. როგორც წევამ გითხარით, ესე იგი AI აგენტებს მიმოვიხილავთ კიდევ ერთხელ ვერბალურად მე და რევაზი, რაღაცა მთავარ key point-ებს და ასე ვთქვათ პოპულარულ საკითხებს შევეხებით და კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ თქვენთვის ძალიან ნაცნობი და ახლობელი იყოს ეს თემა. და საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ეპიზოდში თითქმის რაღაცა მხრივ მაინც ვეხებით ხოლმე ამ თემას და როგორც წევამ გითხარით, ეპიზოდის ბოლოს უკვე შემოგთავაზებთ რევაზის ტუტორიალს, რომელიც შეეხება პლატფორმა Make-ს, სადაც AI აგენტების გაკეთებაა შესაძლებელი. მოკლედ, შეგვიძლია გადავიდეთ უკვე საკითხებზე, უბრალოდ სანამ გადავიდოდე, კიდევ ერთ რაღაცას დავამატებდი, რასაც ყოველ ეპიზოდში ვიძახე, რა თქმა უნდა, გამოიწერეთ ჩვენი არხი, ძალიან გვჭირდება, განსაკუთრებით ახლა გვჭირდება ძალიან თქვენი მხარდაჭერა, რომ სრული მასშტაბით გავაგრძელოთ საქმიანობა და ხარისხი მაქსიმალურად გავზარდოთ და შემოგთავაზოთ ზუსტად ის ხარისხობრივად მაღალი დონის გეგმა, რასაც უნდა მივყვეთ AI-ის ირგვლივ და სხვადასხვა პლატფორმაზე გაშლის მხრივ, როგორც YouTube-ში, ასევე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვაქტიურობთ ძალიან LinkedIn-ზე,
TikTok-ზე, Instagram-ზე და Facebook-იც გავაკეთეთ. შეგიძლიათ 4-ვე პლატფორმაზე მოგნახოთ, 4-ვე პლატფორმაზე გპირდებით, რომ დაგხვდებათ ძალიან საინტერესო კონტენტი და გამოგვიწერეთ. ასევე თუ იმისთვის ხელსაყრელია, Spotify-ზეც ვდებთ ყველა ეპიზოდს და იქაც შეგიძლიათ, რომ ნახოთ და მოისმინოთ თითოეული ეპიზოდი. აგრეთვე ერთი საკითხი, ძალიან დაგვეხმარება არა მარტო გამოწერა თქვენ მიერ, არამედ გამოხმაურება, რჩევები, შენიშვნები, სურვილები, ამ თემასთან დაკავშირებით თუ რამე გაქვთ, ყველაფერს ვეცდებით, რომ გავითვალისწინოთ და ყველაფრის ინტეგრირება მოახდინოთ ეპიზოდებში. ამიტომ შეგიძლიათ გამოგვეხმაუროთ თავისუფლად ნებისმიერ პლატფორმაზე, ნებისმიერი სახით. და ბოლოს, ყოველ ეპიზოდში ვიძახი ამასაც, ჩვენი პარტნიორია, Google-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში Geosoft-ი. მოკლედ, რეზო, ცოტა გრძელი სიტყვა გამომივიდა, მაგრამ აუცილებელი რაღაცები ვთქვი, შეგვიძლია დავიწყოთ. პირველ რიგში შეგიძლია გვითხრა შენი გულწრფელი და პატიოსანი შეფასება ChatGPT 5-თან დაკავშირებით და ეს თემა გავწუროთ მოკლედ. კი ბატონო, კი ბატონო. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა მიდგაცრუებული დავარჩი, იმიტომ რომ ბევრად დიდი მოლოდინი მქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ OpenAI უკვე დიდი ხნის განმავლობაში ამის შესახებ საუბრობდა და რაღაცა GPT-5 და ასე შემდეგ. თუმცა მე რომ გადავხედე ცოტა უფრო ცივი გონებით, საკმაოდ კარგი აპდეიტი არის. ბევრი კარგი სიახლე შემოიტანეს, რაც მთლიანობაში აუმჯობესებს იმ ექსპერიენს, რაც თქვათ ChatGPT-ის მოხმარებაში არის. თუმცა კი, ალბათ შენც გაგიშვი იგივე შეგრძნებო, რაღაცა უფრო მეტის მოლოდინი გქონდა, ვიდრე რეალურად დემოზე წარმოგვიდგინეს. ერთი დიდი პლუსი არის, რაც დემოც არ ერქვა OpenAI-ში მაგას, არ ვიცი, როგორი სამარცხვინო რაღაც ერქვა, პრეზენტაცია თუ live stream-ი თუ არ ვიცი რა ერქვა, მე ძალიან არ მომწონა. ხო, გაგაწყვეტინებ, მე მგონია, რომ აი ეხლა მეც ცივიგონებით უკვე რომ რაღაცა გადმოვალაგე თავში, მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში მგონია, რომ მოლოდინები იყო ძალიან არასწორად შექმნილი, ანუ დაურეგულირებული, არ ვიცი რამდენად სწორია მარკეტინგულად ეს და საერთოდ მორალურადაც. მოლოდინები ფაქტია, რომ ჩვენ საქართველოში და მთელ მსოფლიოში გქონდა ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე მივიღეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი პროდუქტი გამოუშვეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ველოდით ბევრად უფრო მაღალს და ეს უზრუნველყოს თვითონვე, რომ ამხელა მოლოდინები გაეჩინათ თავიანთი კომენტარებით და ინტერვიუებით და აქედან გამომდინარე, აი მე არ ვიცი, გამიჭირდება შეფასება. ხო, ეგ ერთი და მეორე რაც უნდა მეთქვა ის არის კიდევ, რომ აი ამ დღეებში უკვე როდის გამოვიდა და ძალიან ბევრი შეფასება ხდება ძალიან დაბეჯითებით და პროფესიონალურად, რომ რაღაცას ამტკიცებენ და იძახიან და აი ეს ცოტა ზედმეტ ქაოსს ქმნის რა. შენი თქმის არ იყოს, ჯერ ფიზიკურად დატესტვის დრო არ იყო და რაღაცა ეს ბენჩმარკებზე საუბრის რახუნი და ასე ვთქვათ, რაღაცა ზოგადი შეფასებები ძალიან რთულია, რომ სანდო იყოს. ეს არ არის ობიექტური რა. აი ჯერ ახლა ტესტავს მთელი სოფლიო და ვერავის ვერ იქნება ზუსტად ჩამოყალიბებული სრული შეფასება, მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია და რაღაცა ზედაპირული დაკვირვებების რა. მეც რომ აი გამიჭირდა რომ ვიდეოც ჩავწერე ამაზე, მაგრამ აი მეც იქაც აღვნიშნე რომ ეს არის უბრალოდ რასაც ამბობენ, რასაც უნდა ველოდოთ და არა ის რომ ნამდვილად არის თუ არა. ხო და ნახოთ რა თანდათანობით გაირკვევა. მეც ძალიან ბევრი კონტენტი შეხვდა უკვე რა პოსტები, ბლოგები, სხვადასხვა, თუმცა ძალიან რთული საქმე არის, მართალი ხარ, ანუ უბრალოდ ვიღაცები ცდილობენ რომ ამ ჰაიპს აყვნენ მოკლედ და რაღაცა კონტენტი შექმნან მაგის შესახებ და უფრო ეგ ნაწილი არის ჩემი აზრით, ვიდრე უშუალოდ დატესტვა და გამოცდა რა, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, ამ დემოც ძალიან სუსტი იყო და პლუს ისეთი მცირე აპდეიტი არის ალბათ 4 დღის მერე რა. ანუ რაღაცა განსაკუთრებული თვისება, აი მაგალითად ჩემთვის აგენტური მოდი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აპდეიტი იყო, ვიდრე GPT-5 რა. თუნდაც მე ვცადე რამდენიმე პრომპტზე შევადარე 4-თან GPT-5-ის აუთპუტი და რაღაცა დიდი მნიშვნელოვანი განსხვავება მათ შორის არ არის. აი რამდენიმე თვე ალბათ უნდა გამოიყენო, რომ რეალურად მიხვდე და დაადგინო რა არის, რას გიცვლის რეალურად GPT-5-ის არსებობა. პლუს მაგას როგორც ასეთი მოდელი თითქმის არ არის გაუმჯობესებული, უფრო მეტად არის გაუმჯობესებული როუტინგი.
ანუ რაღაც შემთხვევებში იყენებს ფიქრს, ანუ reasonings რასაც ვეძახით, როცა ფიქრობს, რაღაც შემთხვევებში არ ფიქრობს, ანუ აქამდე ეს მანუალურად წყდებოდა და შენ თვითონ უთითებდი ისეთ მოდელს ვთქვათ, რომელზეც გინდა ფიქრი, ან ისეთ მოდელს ირჩევდი, რომელსაც არ შეუძლია და უბრალოდ გაწვის პასუხი და ეხლა ეს უბრალოდ თვითონ წყვეტს. კი და გარკვეულ რისკსაც აჩენს ეგრო რაღაცა მხრივ კარგია ადამიანს აღარ უწევს ასე ვთქვათ სუფიქრი რომელზე გადავთო და ხა ის და ახლა ეს და თვითონ ხდება მაგრამ გარკვეულ რისკსაც აჩენს ეგ რამდენად სწორად გადაწყვეტს შედეგიანობას და ხო არის ამის ის რომ რაღაცა დავალება ვერ ამოიცნოს სერიოზული დავალება და დაუთმოს ძალიან დიდი ყურადღება და ძალიან დიდი ძალის ხმევა და პირიქით რაღაცა ელემენტარულ დავალებაზე რომელიც არაა შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქ პირიქით მოხდეს. აქედან გამომდინარე, თან რისკებიც ახლავს, მაგრამ ხო ერთ დეტალს ვფიქრობ კიდე, რომ რაღაცა ეს ვერსია კიდე მომავალ პირებში ბევრად უფრო დაიხვეწება ჩემი აზრით. მაგისი მოლოდინი მაქვს. არ ვიცი რამდენად ობიექტურია ეს მოლოდინი, მაგრამ მაგისი მოლოდინი მაქვს, რომ აი ეს დახვეწის პროცესი უფრო მოგვეწონება და უფრო რაღაცა შედეგს ვიგრძნობთ ვიდრე ეხლა, ხო? არ ვიცი ხა ეს რამდენად სწორი გათვლა იყო, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ეს. ეგ ერთი და მეორეს დავამატებდი კიდე, ნუ შენ რაც თქვი ეს მოდელის ცვლილება და მეორე სისწრაფე. სისწრაფე აშკარად გაზრდილია დაახლოებით ტოკენებზე, როგორც წავიკითხე, 60-80 ტოკენს ამუშავებს წამში და მოკლედ ძალიან კარგი შედეგები იყო ამ მხრივ და ასევე კონტექსტის ფანჯარა, რომელიც გაცილებით უფრო გაზრდილია ვიდრე წინა მოდელის შემთხვევაში იყო და საკმაოდ გაზრდილია კონტექსტის ფანჯარა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი აპდეიტი იყო ეს ასევე. მომავალ დახვეწის პროცესებს გეთანხმებით. ეხლა ზუსტად მაგას ვამბობდი, რომ ანუ OpenAI-ში ყველაზე მეტად ეგ მომწონს, რომ ან community-ს feedback-ს ყოველთვის ითვალისწინებენ. აი ეხლა უკვე ვიღაცემა გამოთქვეს ჩივილი იმასთან დაკავშირებით რაც შენახსენე, რომ აი ზოგიერთ დავალებაზე ძალიან ბევრს ფიქრობს, რაც როცა არ არის საჭირო რომ იფიქროს და ზოგიერთ დავალებაზე პირიქით საკმაოდ სწრაფად გცემს პასუხს, როცა საჭირო იყო რომ მეტი ემუშავა რა. ამაზე უკვე დაწერა სემა ტვიტერზე, რომ ამაზე მუშაობენ ამის დახვეწაზე და გამოსწორებაზე და მეც ეგრე ვფიქრობ, რომ აი მომავალი 1 თვე დაახლოებით, აი 2-3, მაქსიმუმ 4 კვირა უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს აპდეიტი და ეს სიახლეები, რაც უფრო მეტად ჯერჯერობით არა მოდელის მხრივ, არამედ გამოყენების მხრივ სიახლეები არის, დაიხვეწოს და უფრო თქვათ დაღვინდეს და ჩამოყალიბდეს როგორც ყველაზე გამოყენებადი. პლუს გაამატეს კიდევ ხასიათები, სხვადასხვა ხასიათი, რაღაც 4 ხასიათი დაამატეს ამ GPT-5-ისთვის, რომელსაც თვითონ ირჩევს. აი ეგეც ცოტა ჩემი აზრით, ცოტა სარისკო გზა იყო, ანუ რაღაც ერთი ხასიათი, რომელიც გრძელ პასუხებს გცემს, ერთი ხასიათი, რომელიც რაღაცა მეგობრულია ძალიან და ასე შემდეგ, ანუ რამდენიმე ვარიანტი არის და ეგეც ცოტა ჩემი აზრით საეჭვო ის არის, როცა თვითონ წვეთს მით უმეტეს რა უნდა გააკეთოს. მაგრამ ერთი კარგი აპდეიტი უკვე გამოვიდა, რომ აი ეს გადაწყვეტილების მომენტში შეგიძლია პრომპტში უთხრა, რომ აი ამაზე კარგად დაფიქრდი და მაგ შემთხვევაში აუცილებლად გამოიყენებს ამ ფიქრის ფუნქციას და ეგ უკვე ძალიან კარგი არის ჩემი აზრით. აპდეიტის ორი მნიშვნელოვანი საკითხი, ერთი ჰალუცინაციებთან დაკავშირებით იყო, ნუ რიცხვი იყო პირდაპირ მოცემული, რომ რაღაცა 56% უფრო ნაკლებ ჰალუცინირებს. მოკლედ ჰალუცინაციების შემთხვევები გაცილებით უფრო შემცირებული იყო, თუმცა კვლავ დარჩენილია ეს სერიოზული პრობლემა AI-ისთვის და ChatGPT-ისთვის. და მეორე რაც თორე ეს უფრო შენი მხარეა, შენ განავწევ, მაგრამ მე ვიტყვი, ეს არის უკვე აპების გაშვება, ჩვეულებრივად, ნუ თამაშებით ფრონტენდი და ბექენდი ერთდროულად, ძალიან მარტივი პრომპტებით, მათ შორის მეც შევქმენი აპებიც, CRM სისტემაც თამაშებით, ძალიან მარტივად და მოკლედ ამ ხრივაც რაღაცა შედეგებს უკვე გრძნობთ, ბევრი ფუნქციონალი ჩაემატა, სხვათა შორის დებაგინგიც აქვს, ანუ იქვე ასწორებს კოდს, თუ რაღაცა იშლება, ეგ ძალიან მომეწონა, ანუ ინტერაქციაში ხარ ჩვეულებრივად და მისწევ, რომ თუ რაღაც არ მუშაობს, რაც დააგენერირა, იმას ასწორებს, ნუ ამის ვიდეოებიც გავრცელდა და მეც დავდე მათ შორის TikTok სერიებიც გავაკეთე და LinkedIn-ზეც. ხო, ეს ორი მნიშვნელოვანი მომენტი იყო კიდე ამ აპდეიტში. ნუ მინუსებს რაც შეეხება, მინუსებში ნუ საკმაოდ ბევრია, კვლავ რაც ჩამოვთვალეთ, თითქმის
ყველაფერს აქვს თავისი მეორე მხარე და მეორე მათ შორის კოდირებაზე შენ ხარ მაგის სპეციალისტი, მაგრამ კოდირებაზეც მე არ ვიცი, მე შეიძლება ძალიან ზედაპირული განცდა მაქვს, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ კლოდს ვერ აჯობებს. თუმცა რამდენიმე დღეში ალბათ საბოლოოდ გაირკვევა რა შედეგებს დადებს და ნახოთ ეგ მაგაზე რა იქნება. ჰალუცინაციები ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი აპდეიტი მოდელის მხრივ რაც არის, ეგ არის ჰალუცინაციების ნაკლებობა. და ეს ცოტა ბოლოსკენ შემოვინახე ეს თემა, იმიტომ რომ წარმოიდგინე ის ჰალუცინაციების რაოდენობა, რაც ახლა აქვს ზოგადად მოდელებს, მაგასთან შედარებით დაახლოებით 9 არის GPT-5-ში. რაც რეალურად იმის საშუალებას იძლევა, რომ GPT-5 უკვე უფრო ასე ვთქვათ, რისკის შემცველ ინდუსტრიებში GPT-5-ის შემთხვევაში ნაკლები ჰალუცინაციები ნიშნავს იმას, რომ ისეთი ინდუსტრიებში, როგორც არის მედიცინა, იურისდიქცია და ასე შემდეგ, ანუ ისეთი ინდუსტრიებში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ზუსტი ფაქტების და რა თქმა უნდა ნაკლები მოვლენდებებით და ნაკლები ჰალუცინაციების თქონა, ბევრად მარტივი იქნება უკვე AI აგენტების ჩაშენება და ზოგადად AI-ის ჩაშენება და თან ამისთვის რა თქმა უნდა GPT-5-ს გამოიყენებს ყველა, ვინაიდან ძალიან ცოტა ჰალუცინაციაა და ძალიან ცოტა არის შესაძლებელსაც ჩანსი იმისა, რომ მოხმარებელს თუნდაც პაციენტს რაღაცა არასწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. ამიტომ დიდი ალბათობით მომავალში ვარაუდობ, რომ იქნება მსგავსი იმპლემენტაციებიც უფრო მეტად შევა AI უკვე სამედიცინო სფეროში. კიდევ ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ითქვა, ასე ვთქვათ, უარყოფითად ამ განახლების შესახებ. ერთი ეს არის ფოტო და ვიდეოს ხარისხის არანაირი დიდი აპდეიტი და შედარებისთვის ალბათ ყველაზე ობიექტური იქნება Gemini-ის Veo 3, რომელმაც მართლა აი სუპერ აპდეიტი დადო და იმის მერე ხო რა თქმა უნდა მოდი სიმართლე ვთქვათ, ChatGPT-ს ვიდეო გენერაციაზე დასცინის მთელი მსოფლიო ფოტო და ვიდეო გენერაციაში ჯერჯერობით აქვს სერიოზული ჩავარდნა და ასევე ერთი საკითხი კონექტორები, ანუ აპლიკაციებთან კავშირი ზოგადად ძალიან უჭირს გარშემო, პირდაპირი კავშირი და ეხლა ჩაემატა Gmail-ი და კალენდარი და ნუ ერთი ნაცნობი ამბობდა ჩვენი რომ მანდაც კი ძალიან დიდი ხანი მოუწიათ და მანდაც კი რაღაცა პრობლემები იყო და ესეც გარკვეულწილად მინუსათაც იყო მოაზრებული. მოკლედ, რო შევაჯამოთ მოდი პირდაპირ ვთქვათ რა, გადაჭრით 100%-ით ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ უმეტესწილად, აი მაქსიმალურად ჩვენს მენელთან რო ვიყოთ ძალიან პატიოსნად ობიექტურები და რაღაც შეცდომაში არ შევიყვანოთ, უმეტესწილად, აი ძალიან დიდი ალბათობით ეს განახლება იყო, გაუმჯობესება ცალსახად, ვიდრე წინა ვერსიები ყველა ასპექტით აბსოლუტურად, მაგრამ ჯამურად ეს რასაც გვპირდებოდნენ ძალიან დიდ განახლებას და AGI-სთან ძალიან მიახლოებას და რა ვიცი, ისეთი კომენტარები კეთდებოდა, რომ ადამიანზე ბევრად უფრო ჭკვიანი, მერე უკვე ჩამოვიდა კომენტარი PhD ხარისხთან, ეს ძალიან განხილვის საკითხად იქცა, რომ აი დოქტორის ფასიანი ვერსიის მოდელი უკვე ChatGPT-5 Thinking დოქტორის ხარისხს უდრის და იმაზე ჭკვიანიც არის და ასე შემდეგ. ეს ცოტა გადაჭარბებულია. თუმცა საერთო ჯამში AI-ის ეკოსისტემისთვის ეს განახლება იყო ძალიან კარგი, ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, ბევრად უკეთ და ჩვენ უბრალოდ გავაგრძელებთ დატესტვას და გამოყენების მაგალითების ჩვენებას თქვენთვის და მოთხრობას თქვენთვის, რაც ძალიან დაგეხმარებათ თქვენ საქმიანობაში გამოიყენოთ ეს ყველაფერი. ხო, ეხლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, რეზო, შემდეგი საკითხი იყო AI აგენტი, რაც ჩააშენა ChatGPT-ში OpenAI-მ, ეს არის study and learn mode, აი ეს ორი საკითხი და მე უკვე გადავიდეთ open source-ზე. რას გვეტყვი ამ განახლების შესახებ? როგორც ეხლა მოგახსენეთ, ჩემი აზრით, აგენტური მოუდი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი განახლება არის, ვიდრე GPT-5 და ბევრად უფრო გამოსადეგიც არის. ვინაიდან ანუ აგენტის მოდს როგორც კი იყენებ, მაშინ ეს GPT ხდება შენი ასისტენტი, რომელსაც შეუძლია რომ შენი სახელით იმოქმედოს, ანუ შეგიძლია რა პირდაპირ სოციალურ მედიის წვდომა მისცენ, Gmail-ზე მისცეს თქვა წვდომა და ასე შემდეგ, ანუ ნებისმიერ რაღაცა რაც ბრაუზერში შეგიძლია შენ გააკეთო, იმასაც შეუძლია გააკეთო შენი სახელით, ანუ თითქოს შენ აკეთებ.
და პლუს მაგას ეს ყველაფერი მუშაობს ამ დაცულ ვირტუალურ გარემოში, სადაც რა თქმა უნდა რაღაცა რისკები არსებობს და მაგიტომ მე ვერიდები რომ რაღაცა წნომები მივცე, მაგრამ ანუ დიდწილად ძალიან ბევრი ეცადნენ და საკმაოდ კარგადაც გამოუვიდათ რომ დაცული გარემო ყოფილიყო. და ყველაზე მეტად, ანუ მე რაც ყველაზე მეტად მომეწონა, ეგ არის, რომ ეს ყველაფერი რაც იმ ვირტუალურ გარემოში ხდება, პირდაპირ ლაივში ეკრანზე გაჩვენებს და ნებისმიერ დროს თუ თქვათ რაღაცა ისე წავიდა, ან დახმარება დაჭირდა და თვითონ რაღაცას ვერ აკეთებს, ანუ ნებისმიერ დროს მოკლედ შეგიძლია ერთი კლიკით შეხვიდე, ჩაერთო, ანუ ის გააჩერო და კონტროლი გადაიბარო შენ თავზე. გააკეთო ის რაღაც არის გაკეთებაც შენ გინდოდა და შემდეგ უკვე დაუბრუნო ისევ კონტროლი აგენტს. ანუ ეგ ჩემი აზრით ძალიან დამხმარე არის, რადგან მე უკვე ამდენჯერმე დამჭირდა და ძალიან გავამადგა და ეგრე რომ არ ყოფილიყო, ბევრად უფრო ცუდი იქნებოდა, ცუდი რა ნაკლებად გამოსადეგი ხო, აი იქნებოდა ეს რაღაცა აგენტის მარტივი რეჟიმი. გამოყენების მაგალითებსაც მეც ვიტყვი და შენც განავცე. პირველ რიგში ChatGPT-ს შიგნით AI აგენტს რო ნახავთ, იქ არის მონიშნული ეს და აი მარტივი მაგალითი რო გითხრათ დაახლოებით რას ეხება საქმე, მინდა მოგზაურობა და ChatGPT-ს შიგნით ვწერ AI აგენტს, რომელიც მინახავს ყველაზე იაფფასიან ბილეთს, იქვე მეხმარება რომ ვიყიდო ეს ბილეთი, просто რომ თვითონ იყიდოს ჩემთვის და მე აღარ მომიწიოს სხვა საიტზე გადასვლა, სასტუმრო დაჯავშნოს ჩემთვის და ასე შემდეგ. მოკლედ გარე ვებში გავიდეს და გარე აქტორებთან ჩაიდინოს რაღაცები, ანუ ჩაატაროს მოქმედებები ჩემთვის. აი ჯამურად რო ვთქვათ, ეს გულისხმობს, მაგრამ ამას სჭირდება წლომები და ხო, ნუ უსაფრთხოების თემაა და რაღაცა სხვა ტექნიკური საკითხები, მაგრამ როგორც დრაფტი და ახალი მოვლენა, ეს არის საკმაოდ სასარგებლო და კარგი მოვლენა ChatGPT-ისთვის, რომ რაღაცა ახალი ინოვაცია, რასაც ხვები აკეთებდნენ სხვა შემთხვევებში, მაგრამ საკმაოდ რთულად და ის უფრო გამარტივებული ვერსიაა. მე პირადად კვლევაში გავმადგა ძალიან research-ის ჩატარებაში. იმიტომ რომ გარდა თქვათ research mode-ში რაც ხდება, რომ რაღაცა დეტალურად ინფორმაციას კითხულობს, ანუ გარდა მაგისა შეუძლია უკვე რომ ვიზუალურად აღიქვას და research-ის ჩატარება შეუძლია უკვე ისეთ ადგილებში, როგორც არის მაგალითად ფორუმები ან სოციალური მედია. მანამდე research mode-ს როცა იყენებდი, ძირითადად ანუ ეს იყო Google-ის search და სხვადასხვა ბლოგები, სხვადასხვა წყაროები, მოკლედ საკმაოდ კარგი წყაროები იყო, მაგრამ ვიზუალური ნაწილი როგორც კი ჩაება research-ში, უკვე ბევრად დეტალური ინფორმაციის მოცემა შეუძლია, თუნდაც აი Reddit-დან მაგალითად ან Quora-დან, ну ისეთი წყაროებიდან, რომელიც აქამდე რთული იყო ძალიან და ანუ საერთოდ არ იყენებდა. და მეორე რაში ძალიან გავამადგა, ეგ არის how to ბლოგების დრაფტები, ანუ ზოგადად AI-ს chat-ში მომუშავე AI-ს განსაკუთრებით უჭირს, რომ რაღაცა step by step guide-ი გააკეთოს და ეგ ყველაფერი დაწეროს და აღწეროს როგორ შეიძლება რომ გაკეთდეს. მით უმეტეს თუ საქმე რაღაცა ისეთ tools ეხება, რომელიც ესე ძალიან ცნობილი არ არის და სჭირდება დოკუმენტაციის განხილვა და ასე შემდეგ. და აი აქ უკვე აგენტურ მოდში, ანუ აქამდე როცა ეგეთ ბლოგებს წერდი ხოლმე, ChatGPT-ს უბრალოდ იმაში ვიყენებდი, რომ outline ან სტრუქტურა დამეწერა რა. და ეხლა უკვე აგენტურ მოდში შემიძლია მთლიანი დრაფტი დავაწერინო, იმიტომ რომ შედის დოკუმენტაციას კითხულობს, სხვადასხვა პეიჯებს ათვალიერებს და მოკლედ ჯერ ანუ ყველაფერს იგებს ამის შესახებ და მერე ამ ცოდნას იყენებს, რომ დაწეროს დეტალური გაიდი, რომ აი ჯერ ეს უნდა გააკეთო, მერე ეს და რაღაცას მიაღწევ რა. ანუ პროგრამირებაში ხშირია ხოლმე ესეთი გაიდები და ხშირად წერ ხოლმე მეც რავი, თვეში ერთხელ მაინც მინიმუმ რაღაცა მსგავსი დაწერა მიწევს და აგენტური მოდი მაგაში უკვე ძალიან კარგი არის. ერთი ასეთი მაგალითი იყო მე შემხვდა, ნუ მეც დავტესტე მერე, ფოტო. ანუ ტელევიზორის ფოტო მაგალითად სახში და AI აგენტს ეკითხები, რომ უგდებ ფოტოს და ეუბნები, რომ მე მინდა ეს ტელევიზორი გავყიდო, ჩემია, გავყიდო ყველაზე სარფიან ფასად და ყველაზე სწრაფად. მომიძებნე ჩემს ქვეყანაში, რა საშუალებებით არის, რა პლატფორმებიც არსებობს, სადაც შეიძლება ეს ყველაფერი გავყიდო, განათავსე იმ პლატფორმებზე ეს ფოტო, შენვე საუკეთესო ხარისხით, ანუ საუკეთესო ვარიანტად აღწერით და ასე შემდეგ და ნუ გაყიდე ეს პროდუქტი. მეც სცადე ეს ვარიანტი და მაიმარკეტი მომიძებნა და მაიმარკეტზე მითხრა, რომ წმამა მჭირდება აკაუნთი მე შევქნაო თუ შენ გაქვს უკვე აკაუნთი და მე აღარ მივიღე, მაგრამ უნდა ვცადო, უნდა გავაგრძელო ბოლომდე, მაინტერესებს რა იქნება. ო, ეგეთი მაგალითი შემო. Study and learn mode-ი ჩემთვის პირადად ძალიან გამოსადეგი არ ყოფილა. იმიტომ რომ study and learn mode-ი მარტივად რო ვთქვათ, ცვლის იმას, რომ პირდაპირ პასუხების მაგივრად რაღაცა გაიდის წინამძღოლის ფუნქციას ითვისებს
და ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს, რომ შენ თვითონ მიგიყვანოს იმ აზრამდე, რაც თქვათ შეძლო პირდაპირ დაეწერა. ანუ რაღაცა უფრო ინტერაქციული სასწავლო ინსტრუმენტი არის, რომ რაღაცა თემა კარგად გაიაზრო. როცა თქვათ სამუშაო პროცესში ხარ ჩართული და რაღაცა კითხვები გჭირდება, თუნდაც რაღაცა ახალი სკილის სწავლა გჭირდება სწრაფად და მარტივად, ეს თქვათ საუკეთესო მოუდი არ არის, თუმცა სტუდენტებისთვის, თქვათ, მოსწავლეებისთვის და ნუ ზოგადად ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც უნდა რომ მართლა ღმად ჩაწვდეს და კარგად გაიაზროს და გაიგოს თემა, მაგ შემთხვევაში ძალიან კარგი მოუდი არის. ანუ იყენებს რაღაცა სხვადასხვა საგანმანათლებლო ტექნიკებს, რაღაცა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ იყო რაღაცა სოკრატული კითხვები, ეტაპობრივი განმარტება და ასე შემდეგ. ანუ თან მაგას არჩევს, როგორც ყოველ შემთხვევაში OpenAI ამბობს, მე სულ ერთხელ დავტესტე და დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მაგას არჩევს პერსონალურად, ანუ კონკრეტული შენი ტიპის მიხედვით და ხანდახან ამ მეთოდებს ცვლის, უთქვათ რომელიღაცაში შეატყო რომ არ მოგწონს და თან ისე ჩართული არ ახარ, მე მეთოდს გიცვლის. და რაც თავარია გაძლევს ან პერსონალიზებულ დავალებებს, აი როგორც რავი, მასწავლებელი მოგცენა საშინაო დავალებას, რომ სცადო და შენი ცოდნა გადაამოწმო, რამდენად სწორად გაიგე ყველაფერი, ეგეთ დავალებებს გაძლევს და შემდეგ ფიდბექით შეგიძლია დაუბრუნდეთ და მაგ ფიდბექზე ელაბორაციას აკეთებს და გისწორებს ისევ ამ დავალებას. ეგ მომეწონა ყველაზე მეტად მაგის, რომ რაღაცა პატარა ნაბიჯია გადადგმული მაგისკენ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა არ მოგცეს რაღაცაზე პირდაპირ პასუხი და არამედ დაგეხმაროს, რომ იმ პასუხზე იფიქრო, გაანალიზო და სხვანაირად შეითვისო და შენი ძალისხმევა ჩადო რა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი მგონია რა. უკვე სერიოზული განაცხადი მგონია თუ მაკეთკენ წავა საქმე, რომ ეგ საბოლოოდ ეთიკური გამოყენებაც და ჩვენთვის ყველაზე მეტად სასარგებლოა კაცობრიობისთვის, თუ ჩვენ ხელოვნური ინტელექტს გამოვიყენებთ სწორედ ასე საზრიანად, რომ ჩვენ პირდაპირ კი არ დავაკოპიროთ მის მიერ მოცემული პასუხები, არამედ თითოეული მათგანი გავიაზროთ და თუ თვითონ ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმარება ამის გაკეთებაში, ეს რა თქმა უნდა საუკეთესო ვარიანტი იქნება. იმიტომ რომ ხო არ უნდა გავხდეთ ისე რომ ჩვენ რაღაცა ფიქრისა და აზროვნების უნარი შეგვინელდეს ან გავიქრეს იმის გამო რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ყველაფერზე აიღოს თავისი პასუხისმგებლობა და აი მე როგორც არ ვიცი რამდენად ობიექტურია მაგრამ ეს study and learn mode აღვიქვი რაღაც მაკეთკენ გადადგმულ ნაბიჯად და ძალიან კარგი იქნება ამას თუ თავისი გაგრძელება იქნება სხვადასხვა ჩარჩოში და სხვადასხვა მიმართულებით და ამ მიმართულებით წავალთ. კი, მოკლედ რო თქვა, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენმა შექმნილმა რაღაცამ არ გვაჯობოს საბოლოოდ ეგრე ძალიან ჭუაში, რომ ჩვენ პირიქით დავაჩვლენგოს. კი, მაგისი ისინი არის უკვე სხვადასხვა რაღაცა კვლევაც ვნახე, რომელიც ამტკიცებდა, რომ რაღაცა 20%-ით შემცირდა კოგნიტური მახასიათებლები იმ ადამიანებში, რომლებიც ხშირად იყენებენ ამას, თუმცა არ ვიცი, ეგ უფრო ბუნებრივი ის არის, მაგის გაჩერება ძალიან რთული იქნება, მაგრამ მართალი ხარ, ანუ ეს study mode cloud-საც აქვს იგივე გაკეთებული და ორივე შემთხვევაში ძალიან კარგი ნაბიჯი არის მაგისკენ, თუმცა ხალხი თუ არ გამოიყენებს ამას, დიდად აზრი არ ექნება. მე პირადად ხშირად არ ვიყენებ, რავი, როგორც გითხარით, ერთხელ ვცადე მარტო, იმიტომ რომ ძირითადად მე ჩვეების ადამიანი ვარ და ძველ მეთოდს მივყვები ისევ research-ის, იმიტომ რამდენჯერმე ვცადე, რომ აი ChatGPT-ით დამეწყო research-ი და მე რაღაცა ეგრე მესწავლა, გამეგო და ჰალუცინაციების თუ არ ვიცი რის გამო, მაგრამ არასწორ მხარეს წამიყვანა და ეხლა ისევ ძველ მეთოდზე დავბრუნდი, რომ ვიწყე თქვა Google-ით, blog-ით, YouTube-ით და რაღაცა ზოგად წარმოდგენას ვიქნი და უკვე რაღაცა კონკრეტული კითხვები რომ მიჩდება, მე მივდივარ ChatGPT-ისთან, რომ ეს კონკრეტული ინფორმაცია მივიღო, ესე მარტივად და სწრაფად, იმიტომ რომ ChatGPT-ის გამოყენება ჩემი აზრით ყველაზე ეფექტური ეგრე არის, research-ის პროცესში და სწავლის პროცესში, რა თქმა უნდა, თუმცა სხვა მხრივ კონტენტის გენერაციაში და წერაში ძალიან ხშირად ვიყენებ ChatGPT-ს რა. რა უნდა მეთქო კიდე ერთი რაღაცა ამ study mode-ზე გამახსენდა რომ პრეზენტაციის დროსაც იყო ეგეთი რაღაცა canvas-ი მოკლედ ეგ საკითხი არ გვეხსენებია ChatGPT-ის canvas ფუნქცია რომელიც გვეხმარება რომ ანუ კოდი დაწეროს თვითონ ჩვენი პრომპტით და შექმნას ვები ან აპლიკაცია და მაგ study-ზე გამახსენდა ეგეთი გამოყენების მაგალითი იყო ნაჩვენები რომ შეაქმნევინეს აპლიკაცია
პრეზენტაციაზე ფრანგული სასწავლებელი, რომ ინტერაქციული ყოფილიყო და რაღაცა სიტყვებს აგდებდა და მოკლედ რაღაცა სასწავლო რეჟიმი იყო ამ ვებსაიტზე გაკეთებული. ფასიან ვერსიაში სცადეთ, რომ მინდა რომ გავაკეთო ვისწავლო ჩინური, მაგალითად და ამაზე შეაქმნევინეთ კანვასის ფუნქციით აპლიკაცია და ნახეთ როგორ შედეგს მიიღებთ, როგორ გაგიკეთებთ. ნუ შეგიძლიათ სხვადასხვა მეთოდები გამოიყენოთ, ანუ უთხრათ, რომ სიტყვები მასწავლე ან წინადადებები, ან გამოთქმაც იქნება იქ, ანუ ხმასაც მოისმენთ და ბევრი რაღაცას გაკეთება შეიძლება. ამაზე ცალკე ვიდეოებს ჩავწერ მე TikTok-ისთვის და დავდებ, რომ თქვენთვის უფრო გასაგები იყოს ეს ყველაფერი. კი, ძალიან კარგი არის Canvas-ის მოვუდით, რავი, ეგეც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფიჩერი არის ChatGPT-ს ჩემს მიერ. open source მოდელებზე ხო არ გადავიდეთ, ძალიან საინტერესო კი, არის. გადავიდეთ აუცილებლად. მოკლედ რო ახსნა open source მოდელი რას გულისხმობს, რა შეგვეხმარება, როგორ, რანაირად და მერე OpenAI-ის ინოვაცია ამ კუთხით უკვე განვარტოთ აპდეიტი რა არის. ზოგადად open source community უკვე საკმაოდ გავრცელებული და განვითარებული არის პროგრამირების მხარეს, არსებობს ძალიან ბევრი პროგრამა, მათ შორის N8-ის open source პროგრამა არის და მაგიტო შეგიძლია რომ შენ თვითონ გამოიყენო სადმე შენს ლოკალურ კომპიუტერზე ან სერვერზე შენ თვითონ აიყვანო და ასე შემდეგ. თუმცა რაც AI გაშდა, უკვე დაიწყო open source მოდელების გამოცემაც, რომელიც იგივე საშუალებას გაძლევს, რომ რეალურად შენს კომპიუტერში ან შენს სერვერზე გადმოწერო ეს მოდელი და გაუშვა და იქ გამოიყენო. და პირველი თავარი პლუსი რაც ამას აქვს, არის უსაფრთხოება. ანუ შენი მონაცემები, ჩატები, ფოტოები, ყველაფერი რასაც მიიყენებ ამ AI მოდელთან, რჩება ყოველთვის შენთან, ან შენს კომპიუტერს არ ტოვებს, Excel-ში არ გადის და შესაბამისად Excel-ის თავდასხმებისგანაც თავისუფალი არის და დაცულია და პლუს სხვა კომპანიებთანაც, სხვა კომპანიებს თომა ვერ გაუშვებათ რეალურად ამ შენს ინფორმაციაზე. თუნდაც, რავი, OpenAI-ს ზოგიერთ ადამიანს არ მოსწონს ხოლმე რომ რაღაც ინფორმაციები OpenAI-სთან მიდის და ისინი რეალურად ინახავენ და იყენებენ ამ ინფორმაციას, რომ შემდეგ მოდელი უკეთესი გახდეს ან კიდევ რა ვიცი რაში, ხო? მეორე დიდი პლუსი open source მოდელების არის ის, რომ უფასოა. უფასო რაღაც გაგებით უფრო სწორად. თუ შესაძლებელი პროგრამები გაქვს და გადმოიწერე და შენთან შენს კომპიუტერში დააყენებ, ის უფასო იქნება შენთვის, ანუ ფულის გადახდა არ მოგიწევს, თუმცა ძალიან ტვირთავს პროცესორს, ძალიან ტვირთავს ვიდეო კარტას და შესაბამისად დენის დანახარცაც ძალიან ზრდის ხშირ შემთხვევაში. ამიტომ აი პირადი მოხმარებისთვის კარგი არის რომ თქვა გადმოიწერო და შენთან კონდეს, მაგრამ თუ რაღაცა კომერციული მოხმარება გაქვს და დიდი დატვირთვა არის, ხშირ შემთხვევაში ხოლმე ჯობია რომ თუ საქმე უსაფრთხოებაში არ არის და ხარჯების დაწევაშია, ჯობია რომ იქირაო, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ მოდელებს აქირავებენ, ან პროვაიდერები არიან რეალურად მოდელების, ისინი უკეთ მართავენ ამ სერვისებს და უფრო იაფად შეუძლიათ რეალურად ის გააკეთონ, რაც გაკეთებას შენ მოგიწევს, იმიტომ რომ ანუ ცალკე კიდე ადამიანის დაქერება მოგიწევს, რომელიც ამ მოდელებს გამართავს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ უფასოა და კარგი არის, როცა პირადი მოხმარებისთვის აქვს open source მოდელები და მესამე არანაკლებ მნიშვნელოვანი არის მორგებადობა, ანუ ზოგადად დატრენინგების საშუალებას ბევრი პროვაიდერი გაძლევს, მაგალითად OpenAI-ის პლატფორმაზე შეგიძლია შენი დატასეტი ატვირთო, დატასეტი ის არის რის მეშვეობითაც ანუ მოდელი ტრენინგდება და რაღაცა კონკრეტულ task-ში უფრო ძლიერი ხდება, თუმცა სხვა task-ებში სუსტდება, რაღაც ეგეთი არის მოკლედ და მაგის საშუალებას გაძლევენ. თუმცა მანდაც კიდევ ერთი პრობლემა არის ეგ, რომ შენი ინფორმაცია, რაც რეალურად მთავარი ღირებულება არის ეს დატასეტი, ხო, რა ინფორმაციაც შეაგროვე ან კომპანიაში ან რაღაცა სხვა ხერხებით, ეს ინფორმაცია მიდის OpenAI-სთან და ასევე შეუძლია რომ გამოიყენოს თქვა თავისი მოდელების დასატრენინგებლად და პლუს მაგას OpenAI-ის გარდა კიდე რამდენიმე პროვაიდერი არის და ყველა მოდელზე და ყველა პროვაიდერზე არ გაქვს საშუალება დატესტო. თუ ეს მოდელი შენთან არის და შესაძლებელი ცოდნად გაქვს, რა თქმა უნდა, შეგიძლია რომ დინამიურიც კი გახადო დატრენინგება და მაგალითად რაღაც აპლიკაცია თუ გაქვს, რომელშიც ინფორმაცია ყოველთვის ახდება და ახალი ინფორმაცია მოდის, შეგიძლია რომ კიდევ ერთხელ დაატრენინგო და კიდევ ერთხელ კვირაში ერთხელ ახალი ინფორმაციები და ყოველ კვირა უფრო და უფრო კარგი და ზუსტი გახდება შენი მოდელი. ამიტომ ესეც ძალიან დიდი პლუსი არის open source მოდელების გამოყენებისა უკვე კომერციული თვალსაზრისით. ხო, კიდე open source რამდენიმე მოდელი არსებობს. კიდე ეს არის DeepSeek, Mistral-ი, მე მგონი Alibaba-საც აქვს, მოკლედ ეს ჩინური მოდელები და Mistral-ი ევროპული მოდელია, ფრანგული.
მაგრამ OpenAI-ის შემთხვევა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სერიოზული რისკები უფრო საშუალო ზომის ორგანიზაციებს, აი რაღაცა თბილისში მაგალითად ადვოკატთა ბიუროს ან რაღაცა ისეთ საშუალო, ასე ვთქვათ, საშუალო ზომის ორგანიზაციებს ცოტა გაუმარტივდათ. ანუ რაღაცა სასწაულებრივი დავალება აღარ არის ეს უკვე რა. შენი სერვერი, რამდენიმე კარგი კომპიუტერი და რაღაცა ხელმისაწვდომობა გაიზარდა უკვე, ხო? და ეს გარე აქტორების გამოყენება შეიძლება თქვი, ეგეც ძალიან ჭკვიანურია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს დიდი ტუხილი კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით ეს არის გადაჭრადი უკვე და ხელთ გვაქვს ამისი გამოსავალი და ამაზე აღარ ღირს ძალიან სამსახურეობრივად, ასე ვთქვათ, როცა ფინანსებს ეხება საქმე, როცა ანალიტიკას ეხება საქმე, როცა იურიდიულ ან სამედიცინო შემთხვევებს ეხება საქმე, ეს არის უკვე გადაჭრადი და მიღწევადი. გარკვეულ ხარჯებს მოითხოვს და გარკვეულ ძალისხმევას, მაგრამ მთავარია, რომ გზა გამოკვეთილია შედარებით მარტივად. რეალურად ანუ OpenAI-ის open source მოდელებამდეც უკვე ეგ გზა გამოჩენილი იყო. ანუ ზოგი არსებობს რაღაცა კომპანიები თქვა და კიდევ სახელმწიფო ორგანიზაციები, რომელსაც უბრალოდ უფლება არ აქვს, რომ მესამე პირს გადასცენ თავისი ინფორმაცია, როცა შენი პირადი ინფორმაცია რასაც გინდა იმას უზაო. და კაი თქვა OpenAI-ს გაუგზავნი, მაგრამ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, ასევე საავადმყოფოს არ აქვს უფლება, ასევე იურიდიულ კომპანიებს არ აქვს უფლება, რომ ვინმე მესამე პირთან მოხვდეს თქვა ის დოკუმენტები და open source მოდელები მაგაში ძალიან გვეხმარებიან რეალურად და ყველაზე ცნობილი აქამდე სანამ თქვა OpenAI გამოუშვებდა, და OpenAI ბოლოს გამოუშვა რამდენიმე წლის წინ GPT-3 გამოუშვა მე მგონი open source და დიდი ხანი არ გამოუცია და ყველაზე ცნობილი იყო DeepSeek R1, რომელიც ასევე ფიქრის მოდელია და Alibaba-ს მოდელი არის კიდე Qwen 3, რომელიც ანუ ეს ორი ეხლაც ძირითადი კონკურენტები არიან ამ open source OpenAI-ის open source მოდელებს. ლამა გამოგჩა, ანუ Meta-ს Facebook-ის მოდელი ლამა. მე პირადად აი open source მოდელებიდან ყველაზე მეტად ლამას ვიყენებ, ლამა 3.2 და ლამა 3.1 არის ძალიან კარგი მოდელები, სუბუქი არის საკმაოდ, აი რავი, ლეპტოპში ჩემს და პირდაპირ გაუშვა და გამოვიყენა და ძალიან კარგი აგენტური თვისებები აქვს. ანუ აგენტური თვისებებში გულისხმობ აღქმა იმისა თუ რა ხელსაწყოები აქვს და ამ ხელსაწყოების გამოყენება. და იგივე გააკეთა რეალურად ChatGPT-ს გამოშვებული მოდელი ერთდროულად ამ კონკურენტი არის აი ლამას მოდელებისაც და DeepSeek-ის და Qwen-ის ამ ჩინური წარმომავლობის მოდელებისაც ერთდროულად. და რა გამოსვლისთანავე ძალიან პოპულარული გახდა, პირველი ადგილი დაიკავა თითქმის პირველივე დღეს, აი დაახლოებით 28 საათში უკვე პირველ ადგილზე იყო ყველა პროვაიდერზე და გამოიცა თან ორი სახით, ანუ ერთი ცოტა ძლიერი, მაგრამ ანუ ცოტა მძიმე მოდელი 120 მილიარდი პარამეტრი და 65 გიგაბაიტი არის მოცულობაში და შესაძლოა ცოტა ნელი არის. ნელი იმ გაგებით, რომ ძალიან ძლიერი კომპიუტერი გჭირდება, რომ სწრაფი იყოს რეალურად. და მეორე უფრო მაღალი წარმადობის, უფრო სწრაფი მოდელი, რომელიც 20 მილიარდი პარამეტრი არის და სულ რაღაც 14 გიგაბაიტის მოცულობა არის. აქვს, ან მე ვერ მოახერხე რომ გადმომეწია და დამეტეს და ძალიან მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ სასტუმროში ვარ ეხლა და ძალიან ისეთი ნელი ინტერნეტი იყო და გამიჭირდა და ვეღარ გადმოწერე, თუმცა ძალიან ბევრი რაღაც გავიგე და რაღაც გავიგე, შემიძლია გაგიზიაროთ. ანუ ერთი ის არის ძალიან კარგი, რომ ორივეს აქვს chain of thought feature-ი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც ფიქრობენ ამ reasoning-ის პროცესში, იმასთან გიწერენ კიდევაც და გეუნებიან და შეგიძლია დაინახო ეს ყველაფერი, რაც საკმაოდ იშვიათი არის open source მოდელებში. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ყველაზე მეტად მომეწონა, ეგ არის, ანუ დატრენინგებული არის ორივე, რომ იყოს აგენტური, ანუ იგივე ხელსაწყოების გაახმისა და გამოყენების უნარი ძალიან კარგად აქვს განვითარებული. კომერციული გამოყენებისთვის ასევე ორივე უფასო არის, ან ზოგადად open source მოდელებშიც და პროგრამებშიც არის სხვადასხვა ტიპის open source, ან ზოგი ტიპის open source მხოლოდ პირად გამოყენების უფლებას იძლევა, ზოგი ბიზნესში და კომერციულ საქმიანობაში გამოყენების უფლებას იძლევა და ამ შემთხვევაში OpenAI-ის ორივე მოდელი მზად არის მაგისთვის შეგიძლიათ თქვენ ბიზნესში გამოიყენოთ და პლუს ანუ 20 მილიარდ პარამეტრიანი მოდელი იმდენად პატარა და მსუბუქი არის, რომ ზოგიერთი პროვაიდერი საერთოდ უფასოდ გთავაზობს მის გამოყენებას და აუცილებლად ჩავაგდებთ
აღწერაში იმ ლინკს, სადაც შეგიძლიათ სცადოთ და მე იქ ვცადე ეს 20 მილიარდიანი მოდელი. საკმაოდ კარგი გამოყენების არის, და თითქმის 4-20 დონეზე არის ჩემი აზრით. და პლუს ეს პროვაიდერი, რომელსაც ჩავაგდებთ, გარდა ადგილს ვთქვათ ვებში გამოყენებისა, API-საც უფასოდ გაძლევს და შეგიძლია ნებისმიერ შენს პროგრამაში, თუნდაც wipe coding-ის თულებზეც შემდეგ ვისაუბრებთ და იმ wipe coding-ის თულებში შეგიძლია ეს მოდელი გამოიყენოს სრულიად უფასოდ და სადო როგორ იმუშავებს უკვე რეალურ აპლიკაციაში API-ის მეშვეობით. ხო, ერთი რაღაცის დამატება მინდოდა კიდე, ძალიან საინტერესო იყო შენი მონოლოგი. ჩვენ წინა ეპიზოდი გქონდა ბიზნესში AI პროექტებზე და მომავალში ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა. მომავალში კიდევ ჩვენი მაყურებლების ძალიან დიდი ნაწილი არის ორგანიზაციებიდან არატექ ხალხი, გადაწყვეტილების მიღები ხალხი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა დეპარტამენტებიდან მენეჯერები და ასე შემდეგ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ძალიან მნიშვნელოვანია AI-ის არატექნიკურად გადმოცემა და AI-ისთან დაკავშირებული პროექტებისა და ყველაფრის აბსოლუტურად არატექნიკურად გადმოცემა და აუცილებლად კიდე გავაკეთებთ რამდენიმე ეპიზოდს, რომ აი ძალიან ნათელი იყოს თლიანად პროექტი ერთ ეპიზოდში, რა თქმა უნდა, ყველა დეტალს ვერ ვწურავთ ხოლმე და შეუძლებელია ეს, მაგრამ აი რამდენიმე ეპიზოდს დავუთმობთ, რომ ცალსახა იყოს ყველაფერი და როგორ შეიძლება AI-ის იმპლემენტაცია თქვენს ორგანიზაციებსა და დეპარტამენტებში. და გადავიდეთ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხზე, wipe coding-ი. ეს თემა მე ძალიან მოკლედ მინდა ავხსნა, რატო დავაპრიორიტეტე, წეღანაც ვთქვი, რომ ძალიან პოპულარული საკითხია მეთქი და ასე მგონია, რომ ნელ-ნელა კოდირებისგან მოიხსნა ექსკლუზივი, რომ მარტო პროგრამისტებს შეეძლოთ და wipe coding-ი ყველაზე მეტად უწყობს ამას ხელს, რომ უკვე მე ჩემ გარშემოს ბევრმა დაიწყო wipe coding-ი, რომ არიციან კოდის წერა და ნელ-ნელა იხვეწება ინსტრუმენტები ის, რომ შესაძლებელი გახდეს გარკვევა გარკვეულწილად და შედეგების წამოღება, შედეგების შექმნა wipe coding-ის მეშვეობით, როცა არ იცის სრულყოფილად წერა. ამისი სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები არსებობს. ერთ-ერთი ChatGPT ვთქვით წერან Canvas-ის ფუნქციით, როცა უკვე რაღაცების გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ უფრო ძლიერი და მძლავრი ინსტრუმენტები არსებობს, როგორიცაა Lovable მაგალითად, როგორიც არის Bolt-ი, Replit-ი. წინა ეპიზოდებშიც გარკვეულწილად მიმოვიხილეთ, მომავალშიც როგორც დაგგვირდით, აუცილებლად დაწვრილებით მიმოვიხილავთ, მაგრამ ახლაც გვინდა, რომ დაახლოებით შევეხოთ გარკვეული ხედვები გავაზიაროთ ამასთან დაკავშირებით, რევაზე როგორც დეველოპერი ძალიან კარგად გავარკვევს ამ საკითხებში. ჩემი საყვარელი თემა არის სხვათა შორის, იმიტომ რომ ძალიან, ისტორიული მოვლენის მოწმე ვართ რეალურად იმითი თუ რა ხდება ზოგადად ინჟინერიაში და wipe coding-ში და საით მიდის სამყარო, რეალური რევოლუცია არის და ჩემი აზრით იმისკენ მიდის ყველაფერი, რომ ერთ შვენიერ დღეს, რაღაცა კომერციული ასეთი პროგრამები აღარ იარსებებს და ყველა ადამიანს ექნება საკუთარი პროგრამა on demand, როცა რაღაც დაგჭირდება, to-do აპლიკაცია დაგჭირდება, ეტყვის შენს AI-ს, რომ to-do აპლიკაციები და ესეთი გაგიკეთებს და გამოიყენებს რა. ეხლა მაგალითად ძალიან დიდი აურზაური არის community-ში ზოგადად, SaaS-ის community-ში, იმის შესახებ, თუ ეს wipe coding tool-ები რას გვაძლევს, რეალურად ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო პროდუქტების კეთება, პროგრამული პროდუქტების კეთება, წარმოვიდგინეთ ადრე როგორ იყო, რომ ვიღაც ერთი ადამიანი იყო, რომელსაც ჰქონდა იდეა და ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანი არ იყო ტექნიკური ტიპი, მაგრამ შეეძლო თქვათ მართვა, ან შეეძლო მარკეტინგი, ან რაღაცა მენეჯმენტი, ზოგადად პროექტის მენეჯმენტი და უნდოდა რაღაც იდეის განხორციელება და ამ ადამიანის გარშემო იკრებებოდა დანარჩენი გუნდი, რომელშიც უკვე შედიოდნენ პროგრამისტები, პროექტ მენეჯერები და ასე შემდეგ და ამ ყველაფერს რეალურად დიდი რესურსი სჭირდებოდა. ეხლა ნებისმიერ ადამიანს, დეველოპერსაც თქვათ ცალკე და არა დეველოპერსაც თქვათ, იგივე მარკეტერს ან პროექტ მენეჯერს ან ნებისმიერ ციფრულ ადამიანს შეუძლია რომ გააკეთოს საკუთარი პროდუქტი, საკუთარი მიკროსაასი შექმნას, ეხლა ძალიან ჰაიპი არის მიკროსაასების და უამრავი ადამიანი რეალურად თავისუფლად ვიტყვი, რომ მილიონობით ადამიანი ქმნის საკუთარ პროდუქტებს, რომ გაყიდოს სხვა ადამიანებზე. ეს ჩემი აზრით პირველი ეტაპი არის და შემდეგი ეტაპი უკვე ის იქნება, რომ SaaS-იც განმარტოთ, software as a service, software as a service,
როცა რაღაცა პროგრამა გიწევს სერვისს, ანუ ნებისმიერ რაღაცა რაშიც ეხლა შეიძლება გამოწერა გააქვთ, ის არის software as a service, ანუ ნებისმიერ პროგრამა, რომელშიც subscription-ი გაქვს რეალურად, ეგ არის. მათ შორის ChatGPT-ს ეგ არის, ანუ სერვისს გიწევს უბრალოდ და micro-SaaS ისეთ რაღაცას ეძახიან, რომელიც აი რაღაცა ძალიან პატარა პრობლემას აგვარებს, რაღაცა ძალიან მცირე პრობლემას, რომელიც მართლა ძალიან პრობლემა არის და ადამიანები იხდიან მაგაში ფულს, რომ გადაიხადონ. ანუ micro-SaaS-ის თემა ის არის, რომ მარტივი არის, რომ ერთმა ადამიანმა მართოს, ანუ ერთმა ადამიანმა გაუკეთოს მერე რეკლამა, ერთმა ადამიანმა გაუკეთოს maintenance-ი და update-ოს და ასე შემდეგ. ამიტომ ეხა უკვე micro-SaaS-ების შექმნა რეალურად შეუძლიათ ძალიან მარტივად ნებისმიერ ადამიანს, რავი, შეცხო თქვია CRM-ი გავაკეთებო, CRM-ი ხო გააკეთე ChatGPT-ს, ეგ CRM-ი რაღაცა დომეინი გეყიდა, რაც ასევე ძალიან მარტივი არის და დაგედო და ამ დომეინზე მიგება რაღაცა paywall-ი, ხო, რაღაცა Stripe-ი ან PayPal-ი ან რაღაცა ეგეთი, რომ ადამიანმა გადაიხადოს და გამოიყენოს შენი CRM. დაახლოებით ეგ პროცესი მიდის, უამრავი ადამიანი აკეთებს მაგას და რაღაცა სხვადასხვა პროგრამა, თუნდაც CRM-ების უკვე ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს ბაზარზე და მოკეთ ბაზარი ივსება მაგით. ჩემი აზრით, საბოლოოდ იქამდე მივათ, რომ ყველას უბრალოდ საკუთარ თავზე მორგებული პროგრამები გვექნება და სწორედ აი ამაში დაგვეხმარებიან Replit-ის, Lovable-ის და Bolt-ის. შემიძლია სათითაოდ ყველა მათგანზე მოკლედ რაღაც პატარა ჩემი აზრი გამოვხატო. მაგალითად Replit-ი არის ჩემი ფავორიტი ჯერჯერობით, მაგრამ ჩემი ფავორიტი იმიტომ არის რეალურად, რომ უფრო მეტად ან დეველოპერებზე არის მორგებული. ეს აქამდეც AI და vibe coding-ამდეც არსებობდა და იყო უბრალოდ online development-ის გარემო, ანუ რაღაცა ზოგადად დეველოპერებს საკუთარ კომპიუტერში რაღაცა დეველოპმენტის გარემო აქვს, სხვადასხვა პროგრამები აქვს, მოკლედ, რომელსაც იყენებენ დეველოპმენტის პროცესში, ხო, მათ შორის ტექსტის ედიტორი და ანუ Replit აკეთებდა უბრალოდ ამ ყველაფერს online, რომ რაღაცა შენი ლეპტოპის ტარების მაგივრად სადაც ასულიყავი, სადმე შეგიძლია ასულიყავი, სხვა კომპიუტერთან მზდარიყავი და ქონოდა ზუსტად იგივე გარემო, რაც თქვათ შენ კომპიუტერში გააქვს, ანუ რაღაც ეგეთი სერვისი იყო მოკლედ თავიდან და რაც AI შემოვიდა, ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომელსაც ეს vibe coding-ი შემოიტანეს და ყველაზე კარგ ხარისხს, ყველაზე კარგ შედეგს იძლევა რეალურად დღესდღეობით Replit-ი ჩემი აზრით. პლუს მაგას ანუ არის მოქნილი ტექნოლოგიებში და გარემოში, რომ ნებისმიერი ისეთი რაც შენ გჭირდება ტექნოლოგია, შეგიძლია იმითი გამოეყვანა, ანუ ტექნოლოგიის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი არის კომერციული კუთხითაც, იმიტომ რომ მე რაღაც ეტაპზე თქვა დეველოპერის ჩარევა რომ დაგჭირდეს ტექნოლოგიაზე არის დამოკიდებული, რა ხელფას გადავხდით თქვა იმ დეველოპერს. ასევე თუ მაგ სკეილი დაგჭირდება და ბევრი მომხმარებელი გეყოლება, ტექნოლოგიაზე არის დამოკიდებული, რა დრო და რა თანხა, რა რესურსი დაჭირდება, რა სერვერები დაჭირდება ამ დასკეილებას და მეტი მომხმარებლის აყვანას. ამიტომ ხო ეგ ნაწილი ჩემი აზრით და ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, რა თქმა უნდა, ის დიდი მინუსი აქვს, რომ დეველოპერული სკილები სჭირდება. ანუ vibe coding-ზე მეტად, ჩემი აზრით, Replit-ი არის დეველოპერის უბრალოდ ძალიან კარგი ასისტენტი. ანუ დეველოპერის vibe coderi შეიძლება გამოდგეს რა. თუმცა არა დეველოპერის, ანუ დეველოპერს ვეძახიან მინიმუმი რაღაც ჯუნიორის დამწყების დონეზეც რომ იყოს, ჩემი აზრით უკვე Replit საკმარისად დაეხმარება, რომ რავი სენიორის და ძალიან კარგი დონის კოდი დაწეროს რეალურად. მაგრამ თუ საერთოდ არ გაქვს შეხება კოდთან, გირჩევდით მაშინ Love-ებს. ანუ ერთი დიდი მინუსი ის აქვს, რომ ტექნიკური სტაკი არჩეული აქვს თავად და იმას ვერ შეცვლი, ანუ რაც არის იმაში მოგიწევს აუცილებლად კოდის დაწერა, თუმცა ძალიან კარგი სტაკი აქვს არჩეული, ისეთი რომ ხალხსაკუთრებით ხელმისაწვდომი არის, თითქმის ნებისმიერ სერვერზე შეგიძლია რომ გამოიყენო და დეველოპერებიც ძალიან ბევრი არის Node-ის, ამიტომ საკმაოდ კარგი სტაკი აქვს რეალურად არჩეული და დიდი ალბათობით რა პროექტსაც არ უნდა აკეთებდე, გამოგადგება და ძალიან კომფორტული არის არადეველოპერებისთვის, ანუ სრული vibe coding-ი არის. წარმოიდგინე Wix-ი თუ გიცდია თორნიკე, რაღაცა ვიზუალური ედიტორი როა. Wix-ი ერთ-ერთი პირველი იყო, მეგონი, რომელიც ეგეთი ძალიან კარგი ვიზუალური ედიტორი გააკეთა და ეხლა ანუ Lovable არაფერთან არ ჩამოვარდება Wix-ის ვიზუალურ ედიტორს და პლუს მაგ ყველაფერს თან აკეთებ პრომპტებითაც, ანუ რაღაცა პრომპტით ეტყვი, მე შეგიძლია ვიზუალურ ედიტორში შეასწორო, დატესტო და ასე შემდეგ რა.
და პროცესი ძირითადად ეგეთია, რომ iterაციულია, ჯერ რაღაცა პრომპტს დაწერ, მერე დატესტავ ამ პრომპტს, მერე ახალ პრომპტს დაწერ, მერე დატესტავ ამ პრომპტს და ასე შემდეგ და ჩვენი AI Pulse Georgia-ს პლატფორმის ბევრჯერ თქვი და LinkedIn-ზე დავწერე პლატფორმის ვებსაიტი კი, მოხალისეობრივად ასე ვთქვათ გააკეთა Lovable-ში ძალიან ნიჭიერმა ახალგაზრდა რომან ლეთოდიანმა აქედან კიდევ ერთხელ მადლობა საერთოდ არ ველოდი არ ვისაუბრია საერთოდ ამ თემაზე და უცებ გამომიგზავნა გამზადებული ძალიან ლამაზი მოწესრიგებული ვებსაიტი ერთი პრომპტით ძალიან მარტივია ამაზე კი, ცალკე ჩავწერ მე ტუტორიალებს და არავით TikTok-ზე ვსწავდებ და ყველგან მაგრამ დატესტეთ აუცილებლად ეს სამი AI ხელსაწყო, Replit-ი, Bolt-ი და Lovable-ი, ხო, ძალიან მაგარი რაღაცებია და მომავალი ეგ კი. არის რეალურად ჩემი აზრით. რაც არ უნდა გაგვიბრაზდნენ დეველოპერები, ხო, რაღაცა მაკეთკენ მიდის რას საქმე ვიზამ? ჯერჯერობით. მართლაც მადლობა რომანს, იმიტომ რომ ანუ მიუხედავად იმისა, რომ რაც ლავებული ძალიან აქტიურად ამარკეტებს, ასე ვთქვათ, თავის თავს როგორც რაღაცა ერთ პრომპტში მზა საიტის მიღების შესახებ, ანუ ეგ ცოტა გადაჭარბებული არის, მაგრამ ერთ პრომპტში რეალურად საკმაოდ კარგ დრაფტს გაძლევს. ანუ რაღაც ისეთი კარგი დრაფტი გამოდის, რომ ძალიან ცოტა დრო გჭირდება მერე, რომ რაღაცა იტერაცია გაიარო და უკვე მიხვიდე კარგ შედეგამდე. ანუ რა თქმა უნდა production-ისთვის თქვათ და რაღაცა რეალური ესეთი აპლიკაციის თუნდაც SaaS-ის შექმნისთვის ან პლატფორმის შექმნისთვის, აი რავი, სიტყვაზე მაგალითად აი My Markets მოკლედ ვერ შექმნი ლავებით, მაგრამ აი ესეთი შენი პროექტისთვის მაგათ როგორც AI Pulse Georgia არის და ან რავი ნებისმიერი თქვათ რაღაც landing page-ი მაგათთან რაღაც ეგეთი საიტებისთვის იდეალური არის და პლუს თუნდაც დიდი პლატფორმებისთვის და დიდი პროექტებისთვისაც ძალიან კარგი არის პროტოტიპირებისთვის, რომ აი სცადო როგორი გამოვა, ბავშვი საერთოდ თუ გამოდის, მაგათ ეგ გადაამოწმო და ან რაღაცა სწრაფი MVP მიიღო, ანუ ზოგ შემთხვევაში არის რომ რაღაც იდეა გაქვს და გინდა რომ ბაზარზე რაც შეიძლება სწრაფად გახვიდე და დატესტო. აბა ეს იდეა თუ დააინტერესდება ხალხს, ხო რაღაც MVP-ს ვეძახით ხოლმე. ეგეთ შემთხვევაში ძალიან კარგი აზრი არის ჩემი აზრით, რომ ლავებლი გამოიყენო, ძალიან სწრაფად შექმნა MVP, გაუშვა ბაზარზე, გაარეკლამო, ნახო ხალხი ამდენად იყენებს და თუ თქვათ ხალხი დაიწყებს გამოყენებას და იუზერების მომხმარებლები გაგეზდება, მერე გადახვიდე უკვე უფრო მეტად პროფესიონალურ production-ისთვის მზა development-ზე და ლავებლი რაც თავარი არის და რაც ძალიან მომეწონა მე პირადად გაძლევს საშუალებას რომ ის კოდი რაც გააქვს უკვე მიღებული დააექსპორტო და შენით წაიღო და თქვათ მე დეველოპერებს გადასცე რომ აი ეს მაქვს უკვე და აქედან გავაგრძელოთ მოდი რაღაც ეგეთი მაგის საშუალებას გაძლევს რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემი აზრით და ესეც open source კულტურის ერთ-ერთი ძალიან ნათელი წერტილი არის მოკლედ ლავებლი. გადავიდეთ ჩვენი ეპიზოდის ბოლო ნაწილზე. მოკლედ, მინდა რევაზ რომ მოკლედ მოვიხილოთ კიდე AI აგენტების თემა, თავისი ძირითადი ინსტრუმენტებით. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მსმენელს, მთელი ეს დატვირთვა და მთელი ეს მოვალი რატოა AI აგენტები და ამავდროულად ძალიან სასიამოვნო სიახლეები აქვს რევაზ გასაზიარებელი თავისი ინიციატივებთან დაკავშირებით AI აგენტებთან დაკავშირებით და მოკლედ თვითონ მოყვება ძალიან კარგად ამ ყველაფერს და შემდეგ უკვე შემოგთავაზებთ ტუტორიალს მეიქის შესახებ, როგორც კი მოვჩებით ამ განხილვას AI აგენტებისა და რევაზის ინიციატივის შესახებ. მე ნებისმიერ ადამიანს, რა ვიცი, ჩემს ყველაზე ახლობელ და ყველაზე საყვარელ მეგობრებსაც და თქვენს და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს ურჩევ, რომ აუცილებლად გაიგონ, მეტი ისწავლონ AI აგენტების შესახებ და დაიწყონ AI აგენტების გამოყენება. ანუ რეალურად ეხლა უკვე თითქმის ყველა იმპლემენტაცია, რაც კი გვხვდება ინტერნეტში, რასაც ვიყენებთ, ეგ არის AI აგენტები. AI აგენტების გამოყენებაში უკვე გულისხმობ არა თქვა სხვის შექმნილი აგენტის გამოყენებას, არამედ რომ შენ თვითონ შექმნა და გამოიყენო რაღაცა შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩასვა და შენს თავზე მოარგო. ანუ დღეს უკვე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას საკუთარი აგენტი, მოარგოს თავის საჭიროებებს და მისცეს რაღაცა ზუსტად ის ხელსაწყოები, რაც სჭირდება, ხო? რავი, იქნება ეს თქვა Gmail-ით და კალენდარით დაწყებული თუ რაღაცა ყველაზე რთული და კონკრეტული ხელსაწყოებით დამთავრებული და ნებისმიერ თუ რასაც შეიძლება იყენებდეს სამსახურში Jira, Slack-ი არ ვიცი, აი ნებისმიერი რაღაცა რაც ეხლა წარმომიდგენია, ყველაფერი თან შეიძლება AI აგენტის დაკავშირება და ყველაფერი შეიძლება გახდეს AI აგენტის
ხელსაწყო. და რაც მთავარია ბიზნეს პროცესებში აქტიურად ჩართული AI აგენტები, რომლებიც საქმეს არა მარტო აკავშირებენ ერთმანეთს და რაღაცა გიმარტივებენ შესაძლოა, არამედ მთლიანად გარკვეულ ბიზნეს პროცესებზე ავტონომიურად აგებენ პასუხს და ჩართულები არიან, როგორიც არის კიდევ ერთხელ რო აღვნიშნოთ, მაგალითად ონლაინ მაღაზიისთვის ოპერატორი, რომელიც შეკვეთებს იღებს, ასაწყობებს CRM-ში შეაქვს და ასე შემდეგ ყველანაირ პროცესს უზრუნველყოფს და აბსოლუტურად ცხოვრებისეულად ყველანაირად გამოყენებადი ვარიანტი, შენს სოციალების მმართველი AI აგენტი და რა ვიცი, და შენი მოგზაურობის დამგეგმავი და მოკლედ თავარია მსმენელმა გაიგოს პრინციპები. სცენარი არის გამოულევადი და თვითონვე აქვს AI აგენტებს, ასე ვთქვათ, პლატფორმებს, როგორც არის N8N და Make-ი, მზა სცენარებით შეგიძლია შენ შექმნა სცენარი, მაგრამ მზა სცენარებიც აქვს, რაც დაგეხმარება, რომ გაიაზრო კარგად, რას აკეთებს, მაგრამ უბრალოდ აი თავიდანვე რო ვიცოდეთ რა, აბსოლუტურად ყველანაირ სამუშაო პროცესს, რასაც კი ვაკეთებთ, ყველაფრის ავტომატიზაცია შეუძლია და ყველაფერს შეუძლია AI აგენტის გამოყენება. ნუ არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, სტომატოლოგი თუ ხარ და კბილს თუ იღებ, ან რაღაცა სხვანაირ ფიზიკურ ფიზიკურ სამუშაოებს არ გულისხმობ, ხო, გულისხმობ ციფრულ ხელსაწყოებთან არის დაკავშირებული გარკვეულწილად და ნუ შემოქმედებასთანაც მათ შორის და სხვა მიმართულებებით. ალბათ ეგ დროს დადგება, რომ ფიზიკურ სამყაროშიც გვეყოლება უკვე AI, მაგრამ ეხა AI მაინც შემოსაზღვრული არის ციფრული სამყაროთი, ანუ ინტერნეტით და რაც კომპიუტერ პროგრამებით მოკლედ. თუმცა რაც ინტერნეტში ხდება, ყველაფრის ავტომატიზაცია შეგიძლია, ყველაფრის გამოყენება შეგიძლია AI აგენტის დახმარებით და ეგეთის მეშვეობით ძალიან რეალურად მართალი ხარ, ძალიან დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს. თითქმის წარმოუდგენელია ყველა use case-ი, რომ ჩამოთვალო, შეუძლებელია, რაც შეასაც თქვა შენი კრეატივი, რასაც შენი ფანტაზია მოგცემს საშუალებას, ნებისმიერ რაღაც შეგიძლია რეალურად გააკეთო და ამისი, რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი გზა არის N8N და Make, ხო? დღესაც უამრავი გამოყენების გზებიდან რეალურად ერთ-ერთი კარგი use case-ი გვექნება, რაც არის კონტენტის ავტომატური წარმოება, ანუ Make-ის მეშვეობით შეგიძლიათ თქვენი სოციალური მედიისთვის ავტომატურად დაწეროთ პოსტები. და დღეს ზუსტად მაგის შესახებ გვექნება პატარა ტუტორიალი, რომელშიც ან LinkedIn პოსტების წარმოებას გავაკეთებთ, ან წარმოების ავტომატიზაციას გავაკეთებთ. ეს არ არის როგორც ასე ვთქვათ, ანუ სრული AI აგენტი არ არის. ეცადეთ რომ რაც შეიძლება მინიმალისტური ყოფილიყო და პატარა ავტომატიზაცია გავაკეთეთ, რომელიც AI არის ჩაბული, მაგრამ უფრო AI აგენტის ალბათ ერთ-ერთი ხელსაწყო იქნებოდა ეს რეალურ იმაში რა, кейსში. თუმცა ძალიან კარგი არის საწყისი წერტილისთვის და მე პირადად მაგალითად მეც Make-ით დავიწყე შარშან და ეს კონტენტის წარმოებისა და დისტრიბუციის მთელი ინფრასტრუქტურა ვაწყე Make-ზე და Notion-ზე და ნუ უკვე მოგვიანებით თავისთვის N8N და N8N-ს რეალურად უფრო ხშირად ურჩევ ხოლმე ადამიანებს, მაგრამ დასაწყისისთვის როგორც ასეთი ძალიან კარგი არის რომ Make-ი დაიწყოთ და Make-იდან მერე უკვე ძალიან მარტივი არის გადასვლა, თქვა Zapier-ზე, ან N8N-ზე, ან ნებისმიერ სხვა ავტომატიზაციის პლატფორმაზე, რომელიც უკვე საკმაოდ ბევრი არის. სხვათა შორის Flowwise-იც ცადე და ძალიან მომეწონა Flowwise-ი, განსაკუთრებით AI-ის სფეროზე არის ორიენტირებული. ეხლა მაგალითად გეგმავ რომ ეს ჩემი ინფრასტრუქტურა რაც Make-ზე მაქვს, თლიანად N8N-ზე გადავიტანო და იწეღა რაც ახსენე ეს ახალი სიახლე ჩემი მხრიდან, სწორედ ეგ არის რომ მინდა რომ ჩემს ცხოვრებას ზოგადად უფრო სხვა სფეროებშიც უფრო მეტი AI დავნერგო და ამ ჩემი მოგზაურობის გასაზრდელად შექმნი პროექტი მეტი AI. ლინკსაც შემდეგ კომენტარებში დავგვიმატებ თორნიკეთ. ანუ ვინაიდან ცოტა შეზღუდული დრო მაქვს და ხშირად ვერ ახერხებ ხოლმე რაღაც სცენარის დაწერას და ასე შემდეგ, ტუტორიალები რეალურად არ გვექნება YouTube არხზე, უფრო გვექნება რაღაცა ანუ როცა ავტომატიზაციების საკითხებზე ვიმუშავებ და AI აგენტებს შევქმნი, უბრალოდ გავაზიარებ ხოლმე ეკრანს და ამ კეთების პარალელურად ვისაუბრებ, ესწრებით ჩემი აზრები, რას ვფიქრობ, რა ვაპირებ, რას ვაპირებ, ეგ გადმოგცეთ და თან გაჩვენეთ ამ ყველაფერს ეკრანზე, რომ რაღაცა ერთად გავაკეთოთ, მოკლედ ესეთი ანუ მეტი ავტომატიზაციები. AI ხალხს, ხო? კი, მეტი AI მე ჩემს ცხოვრებაში და შემდეგ მეტი AI ხალხს თავისთავად, რომ ამ ყველაფერს გავაზიარებ და თქვენს თქვათ ჩემი кейსი რამე თუ გამოგადგებათ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს გაგიზიარებთ ამ სცენარებს, რომ თქვენს გამოიყენო და ჩააშენოთ. ხო, მაგალითად,
ეხლა ძირითადად მაქვს სოციალურ მედიაში გაკეთებული და მინდა რომ ეს სოციალურ მედია გადავიტანო ჯერ N8-ზე და შემდეგ მინდა რომ ჩემი Gmail-ის მართვაც AI-აგეთ ჩავაბარო და მაგაში ნაკლები დრო დამიხარჯოს. იმიტომ ზოგადად მაგას აპასუხებლად თუ დგები და ყველა მეილს ვკითხულობ აუცილებლად და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი დრო მიაქვს მაგას და მინდა რომ რაღაცა სხვა პატარ-პატარა დეტალები რაც თქვა ჩემს ცხოვრებაში არის ხოლმე თუნდაც რომ აი მაგალითად ეხლა რაღაც ერთ პოსტს რო ვწერ, ამ პოსტის გადაკეთება და შექმნა მიწევს მე სხვადასხვა პლატფორმისთვის, ხო რაღაცა X-ისთვის ცალკე, უფრო მოკლე პოსტი არის საჭირო, Instagram-ისთვის ცალკე და მაგას ნაკლებად ვახერხებ. და მინდა რომ ეგ ნაწილიც მაგათ ავტომატური გავხადო და მთლიანად რაღაც ახალ სიახლეს რო გავუშვებ ჩემს სისტემაში უკვე, AI აგენტმა ეს სიახლე გადაანაწილოს ყველა საჭირო სოციალურ ქსელში და რა თქმა უნდა ესეც დისტრიბუციის ნაწილია და რაღაც დონეზე ავტომატიზირებული მაქვს, მაგრამ ეს უფრო ხმა ავტომატიზაცია და ასევე, ანუ ხშირად ვაკეთებ ხოლმე სხვადასხვა ექსპერიმენტებს. მაგალითად, ბოლოს დავტესტე fine tuning-ი, ანუ დატრენინგება მოდელის და ზოგადად დატრენინგების შესაძლებლობები, ანუ მაინტერესებდა რამდენად რას გიცვლი და მოკლედ დატრენინგება ამ დატასეტების მეშვეობით და ბლოგის სათაურების გენერაციაზე გავაკეთე ტესტი და შემდეგ LinkedIn-ზე გამოვაკეთე შედეგები სხვათა შორის ძალიან გამოუგნებელი შედეგები იყო ჩემთვისაც GPT-4.1-ზე დავტესტე, ანუ 4.1-ზე, 4.1 მინიზე და ნანოზე და საოცარი შედეგები იყო, ანუ ნანომ უფრო უკეთესი დატრენინგებულმა ნანომ უფრო უკეთესი შედეგები მოგცა ვიდრე ჩვეულებრივმა. ოღონდ რა თქმა უნდა ერთ კონკრეტულ ანუ შემთხვევაში SEO სათაურების გენერაციაში და ანუ ახლა მინდა რომ ესეთი ექსპერიმენტებიც მინდა რომ გავაზიარო ხოლმე და screen share-ის პარალელურად მოკლედ ეს ცდელობები გაგიზიაროთ და თქვენც ნახოთ როგორ შეიძლება თქვა იგივეს გაკეთება და დატრენინგება პროექტის და პირველი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი გველოდება სხვათა შორის ვაპირებ რომ GPT-5 ვაქციო ბიზნესის მმართველად ეს ჩვენი ახალი GPT რაც გამოვიდა იმიტომ რომ ამბობენ რომ ძალიან კარგი აგენტური თვისებები აქვს და ანუ გავაკეთებთ რაღაცა მარტივ სრულად ონლაინ ბიზნესს თავისი ბლოგით, ელპოსტით და ასე შემდეგ ყველაფერი რაც ჭირდება და შევქმნით AI აგენტს, რომელსაც GPT-5 გაუმაგრებს ზურგს და მივცემთ აი ყველა იმ საჭირო ხელსაწყოს, რითიც შეუძლია მართოს და განავითაროს კიდევაც ბიზნესი. AI plus ჯორჯიას სახელით მხარდამჭერი გყავს მომავალში ყველანაირად დაგეხმარებით და გვერდში დაგიდგებით ამ კარგი საქმის კეთებაში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შენს ექსპერტიზას, შენს პროფესიონალიზმს რო ჩადებ ამ ყველაფერში და გაუზიარებ ხალხს ძალიან ჭირს ნამდვილი სადი პროფესიონალი ხმა საქართველოში ტექნიკური მხრივ რო ყველასთვის გასაგები იყოს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პროფესიონალი ყავს და ძალიან კარგი ადამიანი, მათ შორის YouTube სივრცეშიც ამ მხრივ მეტია საჭირო, იმიტომ რომ მოთხოვნა არის ძალიან დიდი და ძალიან კარგი ინიციატივა, შენ გვერდით ვარ მთლიანად. მადლობა თორნიკე. შეგვიძლია რევაზ რომ გადავიდეთ ბოლო ნაწილზე, ვაჩვენოთ ახლა შენი ტუტორიალი, მე იქთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ტუტორიალია, მე უკვე უყურე და ძალიან გამოგადგებათ ამ ტუტორიალის მიყოლა, ასე ვთქვათ. დაგემშვიდობებით ამ ეპიზოდში მე აღარ ვიქნები ჩართული ამ ტუტორიალში. მადლობა მოსმენისთვის, მე მგონი საინტერესო საკითხები გავწურეთ და საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა. თხოვნა იქნება კიდევ ერთხელ რომ არ დაგავიწყდეთ სხვადასხვა პლატფორმაზე ჩვენი გამოწერა და ფიდბექის უკავშირის დატოვება ჩვენთვის და დაგიბრუნდებით შემდგომ ეპიზოდებში ძალიან საინტერესო სტუმრებით და ძალიან საინტერესო თემებით. აგვისტუაც ხელა დადვრთულები ვართ, ნუ ბევრი ადამიანი ასე ვთქვათ შეგველებაშიც გადის და რაღაც, მაგრამ მაინც ვახერხებთ რომ რაღაცნაირად შემოდგომამდე მივიდეთ ასე ვთქვათ წესრიგიანად და არ დავარღვიოთ არაფერი და ყოველ კვირას შემოგთავაზოთ ეპიზოდი, არ ჩამორჩეთ არანაირ მოვლენას. მადლობა კიდევ ერთხელ მოსმენისთვის, რევაზ ძალიან დიდი მადლობა შენი ჩართულობისთვის ჩვენთან, აი მესამე ეპიზოდი დაგვითმე უკვე და უღრმესი მადლობა ამისთვის და დროებით ნახვამდის. მადლობა. ACP, ანუ კონტენტის ავტომატური წარმოება. რა თქმა უნდა, ამის მრავალი სხვადასხვა ხერხი არსებობს, თუმცა დღეს ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ პოსტების წარმოებაზე და გამოვიყენეთ Make-ის პლატფორმას. პოსტების შემთხვევაში სულ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, ეს არის ტექსტური პოსტი, ტექსტ პლუს ფოტოს წარმოება და ტექსტ პლუს ვიდეოს წარმოება, რაც ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარული არის VO-სთან ერთად. დღეს ტექსტ პლუს ფოტოზე კონცენტრირდებით და
პირველი რაც გვჭირდება ამისთვის არის აუცილებლად template. ანუ რაღაცა ერთი პოსტი მაინც, ანუ რაღაცა წარმოდგენა, იდეა თუ რა არის მიზანი, რომ შესაფერისი იმპლემენტაციის შესაფერისი პროცესი წარმოვიდგინოთ. აა template-ი თქვათ ფოტოს შემთხვევაში შეიძლება იყოს პირდაპირ რაღაცა AI-ის მიერ გენერირებული ნახატი, თუმცა make-ი და სხვადასხვა ავტომატიზაციის საშუალებები თავაზობს სხვა ვარიანტებსაც. მაგალითად, ესეთი ტიპის template-ი შეგვიძლია შექმნათ, სადაც არა ხატვის მოდელი, არამედ ჩვეულებრივ LLM-ს მივცემთ, ჩვეულებრივ ანუ language model-ს მივცემთ საშუალებას, რომ დაწეროს ტექსტი ჩვენს მიერ შერჩეულ template-ში, რომელიც ნებისმიერი შეიძლება იყოს უბრალოდ წინასწარ შედგენილი და რაღაც ადგილები ქონდეს გამოყოფილი სხვადასხვა ტექსტური ან ტექსტებისთვის ან ფოტოებისთვის, რომელსაც შემდეგ შევავსებთ LLM-ის მეშვეობით. ეს template-ი მარტივია ძალიან, უბრალოდ რაღაცა მწვანე ფონია და ერთი ტექსტი არის ცენტრში, ამიტომ დღეს მსგავს რაღაცას გავაკეთებ, მსგავსი კონტენტის წარმოების ავტომატიზაციას გავაკეთებთ. თუმცა როგორც თქვი, მე ნებისმიერ სხვა template-ად შეგიძლიათ აქციოთ და მაგასაც გაჩვენებთ დაახლოებით როგორ კეთდება. იმით დავიწყოთ, მოდი რომ შევქმნათ Make-ის აკაუნტი თუ ჯერ არ გვაქვს. ეს მარტივი არის ძალიან, უბრალოდ ნებისმიერ Facebook-იდან, GitHub-იდან, Gmail-ით გაწევრიანდებით, თავიდან რამდენიმე კითხვა შეიძლება იყოს, თქვათ, თქვენი პროფესიის შესახებ და ასე შემდეგ, მაგას გასცეთ პასუხს და უკვე მოხვდებით აი ამ სკრინზე. გადავიდეთ სცენარებში და შევქმნათ ახალი სცენარი. აა მოდი ამ სცენარს დავარქმევ ედინის წარმოებას. მაგალითად, მსგავსი template-ის მეშვეობით შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ, რომ ავიღოთ რაღაცა არაპოპულარული მოსაზრება და ამის შესახებ დავწეროთ ერთი კონკრეტული პოსტი. პირველი, რასაც გავაკეთებდი ამ შემთხვევაში, არის ამ არაპოპულარული მოსაზრებების შეკრება. ანუ შეგვიძლია მაგალითად ეგ ნაწილიც ავტომატიზირებული გავხადოთ, მაგრამ მანდ ის პრობლემა არის ხოლმე, რომ მაგალითად თუ რაღაც ესეთ პრომპტს დავწერთ, რომ აი ამ სფეროში მომეცი, დამიბრუნე რაღაც არაპოპულარული მოსაზრება, ყოველ ჯერზე შეიძლება სხვადასხვა არ დააბრუნოს და ხშირად შეიძლება ეს განმეორებადი იყოს, ვინაიდან ყოველი გაგზავნა ავტომატიზაციის დროს განსაკუთრებით, ანუ ჩატის დიალოგი მოკლედ არ ინახება ამ შემთხვევაში. ყოველი გაგზავნა პრაქტიკულად ახალი ჩატის წამოწყებაა და შესაბამისად შეიძლება ერთ და იგივე იდეები გამოგვიგზავნოს ხოლმე უკან AI. ამიტომ ესეთ შემთხვევებში ხშირად ვიყენებ ხოლმე წინასწარ შეგროვების ხერხს. ანუ ვხსნით ChatGPT-ს მაგალითად ან სხვა ნებისმიერ LLM-ს და ვთხოვთ რომ მოგვაწოდოს რამდენიმე არაპოპულარული მოსაზრება, ჩვენი სფეროდან. მე ჩემს სფეროს გამოვიყენებ, თქვენზე მოვარგეთ. მოკლედ, რამდენიმე მოსაზრება დავგვიბრუნა, 5 ზოგადად ცოტა არის, თუმცა ამ შემთხვევაში მოდი სიმარტივისთვის იყოს 5-ზე შევჩერდეთ, თუმცა თქვენ შემთხვევაში თუ თქვათ მეტი გჭირდებათ ან არ მოგეწონათ, შეგიძლიათ კიდევ სთხოვოთ და შეაგროვოთ რამდენიმე, აი 10, 15, ან 20 ისეთი რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ. ანუ თავი აზრი ის არის, რომ გქონდეს რამდენიმე ესეთი საწყისი წერტილი, საიდანაც რენდომად აარჩევს, ანუ ავტომატიზაცია ყოველ გაშვებაზე რენდომად აარჩევს რომელიმეს და იმის შესახებ შექმნის პოსტს და ამ პოსტთან ერთად, რა თქმა უნდა, შექმნის ისეთ ფოტოს, როგორც წეღან ვნახეთ, ხო? მოსაზრებები უკვე გვაქვს, შეგვიძლია გადავიდეთ OpenAI-ს მხარეს. უნდა გავხსნათ platform.openai.com აქაც იგივენაირად Gmail-ით ძალიან სწრაფად და მარტივად გავლით რეგისტრაციას და შემდეგ გადახვალთ setting-ებში, სადაც უნდა გყავთ API keys და API keys გვერდზე გვჭირდება create new secret key, სადაც უნდა დავაწეროთ ამ secret keys სახელი. ნებისმიერ სახელს შეგიძლიათ დაარქვათ, ერთადერთი რაც შემიძლია გიჩვიოთ ის არის, რომ ეცადეთ ყველა ახალი იმპლემენტაციაზე გააკეთოთ ცალკე API key-ა. მეც მაგათაც make-ის პოსტებისთვის მაქვს ცალკე API key. და სხვა, ვთქვათ, სხვა რაღაცასაც გააკეთებთ, შექმნით ახალი key ხოლმე, რადგან ეს პირველ რიგში ესე უფრო უსაფრთხოა და მეორე დიდი პლუსი ის აქვს, რომ სტატისტიკაში key-ების მიხედვით გაჩვენებს და შეგიძლია ერთმანეთისგან განასხვავო, ვთქვათ, რომელი პროექტი და რომელი იმპლემენტაცია და რომელი ავტომატიზაცია
რამდენ ტოკენს ხარჯავს და შესაძლოა რამდენ თანხას გიხარჯავთ თქვენი კონტენტის წარმოებაში. KISS როგორც კი შექმნით, იქ მოგეცემათ ორგანიზაციის ID და key, რომელიც აუცილებლად უნდა შეინახოთ, ანუ key-ზე მაქვს საუბარი, ორგანიზაციის ID არ არის პრობლემა, მაგრამ KISS ნახვა ის შემდეგ უკვე აღარ შეგიძლიათ, როგორც აქ ხედავთ, დამალული არის უმეტესი ნაწილი. შეგიძლიათ სადმე შეინახოთ, თუ გაქვთ ამ უსაფრთხო ადგილი აპლიკაცია, ან რა ვიცი, უბრალოდ რაც WhatsApp-ზე გაიგზავნოთ, ან ასე შემდეგ, მოკლედ სადმე სხვა უნდა გქონდეთ შენახული, იმიტომ როგორც კი დახუროთ მაგ პანჯერას, მაგ KISS ვეღარ ვნახავთ. ეს key, რომელსაც აქედან მოგცემს, უნდა გამოვიყენოთ უკვე make-ში, სადაც უნდა ვიპოვოთ OpenAI-ის ნოუდები და OpenAI-ის ნოუდში ჩვენ გვჭირდება completion და completions, როგორც გახსნით, ან მე უკვე მაქვს დამატებული, მაგრამ თქვენთან დიდი ალბათობით ეს წერილი იქნება, დააწვევით ეს და აქ უნდა შევიყვანოთ ის API key, რომელიც მოგცათ OpenAI-ის პლატფორმა. ორგანიზაციის ID აუცილებელი არ არის, თუმცა თუ რაღაცა თქვათ ერთი ორგანიზაციის გარდა რამე სხვაც გექნებათ, შეგიძლიათ ორგანიზაციის ID-ც მიუთითოთ ხოლმე. დააწვევით save-ს და უკვე მზად არის გამოყენებისთვის. ჩვენ მოდი იმით დავიწყოთ, რომ ასეთი პროცესი წარმომიდგენია, რომ ამ არაპოპულარული სიმართლეებისგან, მოდი ასე დავარქვათ, შეარჩიოს რენდომულად ერთ-ერთი, დაწეროს ამის მიხედვით სათაური, რომელიც უკვე ფოტოზე უნდა გამოჩნდეს, დაწეროს ამის მიხედვით შემდეგ სათაურის მიხედვით უკვე პოსტი და ამ სათაურის მეშვეობით შევქმნათ ფოტო და ფოტოს და პოსტის ტექსტის მეშვეობით შევადგინოთ უკვე საბოლოო პოსტი, რომელსაც სადმე შევინახავთ, რომ შემდეგ გადავხედოთ. ვინაიდან ჩვენი მოსაზრებები უკვე რეალურად ძალიან გავს სათაურებს და შეგვიძლია პირდაპირ სათაურებით გამოვიყენოთ. ანუ პირველი სტეპი მანუალურად გვაქვს შესრულებული, შეიძლება ასე ითქვას. შესაბამისად, ჩვენ არ გვჭირდება OpenAI-ით რომ დავიწყოთ, OpenAI-ის ნაცვლად შეგვიძლია დავიწყოთ ტულებიდან, არსებობს ასეთი ტული Make-ში, არის Compose String. ტექსტის შედგენა, მოკლედ ასე დავარქვათ. და ეს ტული დაგვეხმარება ჩვენი მოცემული არაპოპულარული სიმართლეებიდან ავარჩიოთ რენდომულად რომელიმე და შემდეგ უკვე ეს გადავცეთ თითოეულ workflow-ში სხვადასხვა. აქ დაგვჭირდება რამდენიმე ფუნქცია, ერთი დაგვჭირდება first, რომელ ფუნქციაშიც უნდა ჩავსვათ ფუნქცია shuffle, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელი არის იმაზე, რომ შემთხვევითი ტექსტი ამოირჩიოს, ანუ აუდიოს და შემდეგ იქიდან პირველს ამოირჩევთ და შესაბამისად გამოდის შემთხვევითი და ჩვენ დაგვჭირდება აუცილებლად keyword-ი empty array. empty array-მდე ჩვენ გვინდა რომ ამ empty array-ში დავამატოთ რაღაცებს, შესაბამისად გვინდა ფუნქცია add და შემდეგ empty array. empty array-ის შემდეგ semicolon-ით გამოვყოფთ და აქ შეგვიძლია უკვე სათითაოდ ჩავსვათ ის ყველა ვარიანტი, რაც გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ცოტა არაკომფორტული არის make-ის შემთხვევაში, რადგან ცოტა პატარა ტექსტის პატარა ნაწილი არის, მოკლედ თლად კომფორტული UI არ არის მსგავსი რაღაცებისთვის, მაგალითად N8-ს ეგ ბევრად უკეთესად აქვს განხორციელებული, თუმცა რეალურად აქაც ბევრი პრობლემა არ არის, როგორც კი შევჩევით, შეგიძლიათ ბევრი უფრო მარტივად გამოიყენოთ. მე აი ამ 4 იდეას ავარჩევ, დავასეივებ და შეგვიძლია უკვე დავტესტოთ. კი ბატონო. უკვე ამოვარჩია ერთ-ერთი, მოკლედ input-ში და output-ში, რაც გვაქვს ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა და ეს არის ერთ-ერთი ტექსტი ჩვენი შერჩეული იდეიდან. You will forget most of what you learn.
აი ახლა უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ OpenAI-ის completion-ი, რომელიც დაგვეხმარება random title-დან უკვე დავწეროთ პოსტი. GPT-4o-ს გამოვიყენებ latest version, რა თქმა უნდა. მოდელის შერჩევის შემდეგ ჩვენ უნდა დავამატოთ message-ი. Message-ი უნდა იყოს user role-ზე და რა თქმა უნდა ტექსტის კონტენტში ჩვენ გვჭირდება რომ შევყვანოთ prompt-ი. Ну, prompt-ი რა თქმა უნდა თქვენს შეხედულებებზე და თქვენს სურვილებზე უნდა მოარგოთ. მე რაღაცა basic prompts დავწერ, რომელიც ალბათ რა ყველას გამოგადგება და მე უკვე თქვენი სურვილები დავამატეთ. აი ესეთი რაღაც, რომ იყოს რამდენიმე ემოჯი გამოყენებული, იყოს მარტივი სიტყვები, მარტივად გასაგები სიტყვები გამოყენებული და იყოს მოკლე მარტივი წინადადებები, იმიტომ რომ AI-ის განსაკუთრებით OpenAI-ის და Cloud-ის მოდელებს უყვართ ხოლმე რაღაცა გრძელი წინადადებების დაწერა, რაც სად კომფორტული და სასიამოვნო არ არის წასაკითხად მით უმეტეს ეს პოსტის კონტექსტში. და აქ უბრალოდ ჩვენი წინა თულიდან განხორციელებულ ტექსტს ჩავსვავთ აი აქ და რეალურად ჩვენი OpenAI-ის completion-ი მზად არის. შეგვიძლია დავტესტოთ და გადავამოწმოთ კიდევ რა მოდის აქედან, ну, რას გვიწერს. ამჯერად ერთია your job is not writing code, it's solving problems. და პოსტი დაწერა ასეთი. Yes, coding is important, but it's just a tool. Our real job understand the problem, breaking it down, find the best solution და ასე შემდეგ. მოკლედ საკმაოდ კარგი ტექსტია, მოკლედ წინადადებები არის ნამდვილად, მარტივ გასაგები სიტყვები არის. რამდენიმე ჰეშტეგიც დავუმატა. ამის შემდეგ ჩვენ გვჭირდება ავაწყოთ ფოტო, რომელზეც ეწერება ეს ჩვენი არაპოპულარული სიმართლე. ამისათვის მე ვიყენებ ხოლმე API template.io-ს, რომელიც იმიტომ ავარჩიე, რომ ძალიან მარტივი არის გამოსაყენებლად და თან საკმაოდ კარგი უფასო ვერსია აქვს, ვინაიდან 50 ფოტოს ან PDF-ის დაგენერირების საშუალებას გაძლევს და 3 ტემპლეიტი არის, რაც პირადი მოხმარებისთვის საკმაოდ კარგი რაოდენობა არის. მით უმეტეს თუ LinkedIn-ში ვაკეთებთ მარტო, ვინაიდან LinkedIn-ზე 50 ფოტო იმას ნიშნავს, რომ დღეში ერთი პოსტზე მეტი შეგიძლია დაწერო და LinkedIn როგორც წესი ეგეთი ხშირი გამოყენების პლატფორმა არ არის ხოლმე და რავი, სრულიად გეყოფათ. 3 ტემპლეიტიც ისეთია, რომ ამ 3 ტემპლეიტი ნიშნავს, რომ 3 სხვადასხვა ტიპის ფოტოს ან PDF-ის დაგენერება შეგიძლიათ, რაც ასევე მშვენიერი რაოდენობა არის. აი ამ 3 ტემპლეიტიდან მოკლედ ერთ-ერთი ტემპლეიტი იქნება უბრალოდ ისეთი, როგორც ჩვენ ვნახეთ, აი ესეთი და დანარჩენი ორი თქვა შეგიძლიათ რამე სხვა გამოყენებისა იყოს. აი ესე მარტივად შეგიძლიათ დარეგისტრირება და დაახლოებით ასე გამოიყურება template-ის შექმნის პროცესი. აჩვენეთ new image template, აქ უკვე რამდენიმე ვერსია არის, უკვე არის შემოტანილი ზომები, მაგალითად LinkedIn-ის ზომა ასეთი აქვს შერჩეული, თუმცა თქვენ როგორი ზომაც გინდათ შეგიძლიათ ისეთი აირჩიოთ. მე მაგალითად უფრო სკვარს ვანიჭებ ხოლმე უპირატესობას ან კვადრატულს და ნებისმიერი შეგვიძლია ავიღოთ ვთეს და უკვე თქვენს ფოტოს create-ის შემდეგ შევდივართ. რეალურად ჩვენ ეს template ID გვჭირდება, მაგრამ შეგიძლიათ რომ შევიდეთ და ნახოთ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. არის რა? თითოეული ნაწილი ამ template-ის დასახელებული არის გარკვეული string-ით, აი ესეთი text Twitter, text name, რაღაც psycho profile და ასე შემდეგ.
და ამ ყველა ტექსტის, ანუ ამ ყველა სახელის გამოყენებით შეგიძლიათ რომ შეადგინოთ და რაღაცები შეცვალოთ, ანუ რასაც თქვა make-იდან გამოვაგზავნით. აი make-ის ინტეგრაციის ნაწილში რომ გადავიდეთ, Zapier make და N8N აწერია, თუმცა ყველა სხვა ინტეგრაციიდანაც შეიძლება იგივეს გაკეთება. შეგიძლიათ რომ მაგალითად აი პირველი რაც გვაქვს, ეს არის უკანა ფონი, რომელიც ამ ჯერათ არის ცისფერი, აი ესეთი ფერი აქვს, თუმცა შეგიძლიათ გამოვაგზავნოთ პირველი background color და მივუთითოთ ნებისმიერ სხვა ფერი და ის ფერს შეიცვლის. თუ თქვათ ამას არ გამოვაგზავნით, ის ფერი იქნება, რაც აქვს by default, ანუ ეხლა რა ფერიც აქვს, ის ფერი დარჩება. ესეთი template-ი როგორც თქვი, ცოტა ჩახლართული არის და გაუგებარი. მოდი ჩემს აკაუნტზე შევალ და ვნახოთ ის მწვანე template-ი, რომელიც უკვე მზად მაქვს და რომელიც ძალიან მარტივად არის შედგენილი. რეალურად მხოლოდ ფოტო და ტექსტია და სულ ეს არა უკაცრავად მხოლოდ ტექსტი. კი ბატონო, background color-ი ქვია ამ ჩემს პირველ ელემენტს, რომელიც არის background-ი, აქვს წინასწარ განსაზღვრული რაღაცა ფერი, თუმცა როგორც ვთქვი, შემიძლია შევცვალოთ და ეს არის text code, რომელსაც ასევე აქვს წინასწარ განსაზღვრული რაღაცა ტექსტი, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ აი ამის გამოგზავნით. ვინაიდან ჩვენ API ინტეგრაციაში უკვე ეს უკვე შეტანილი მაქვს და ვიყენებ ხოლმე, ამიტომ მე უკვე მხოლოდ template ID-ს დავაკოპიებ, თუმცა თქვენც დაგჭირდებათ ეს API ინტეგრაციაში მოცემული API key, რომ connection-ი გააკეთოთ. და connection-ი შემდეგნაირად კეთდება, როგორც ყოველთვის დავუწევთ ads, ჩავწერთ API keys, ავირჩიოთ რაღაცა regions, შეგვიძლია default დავტოვოთ და დავაწვევით saves. ამ ჩემს შემთხვევაში უკვე არის გამოყენებული, უბრალოდ template ID-ში template ID-ი წამოიღო კიდევაც, როგორც ჩანს ეს ახალია სხვადასხვა აქამდე წერდი ხოლმე როგორც წესი, template-ში ავარჩევ text, expiration-ი არ გვჭირდება და key value item-ები გვჭირდება. ეს key value არის ზუსტად რაც წეგან გაჩვენეთ. ჩვენი template-ის შემთხვევაში ეს არის text code text. ამას შევწერთ key-ში და value-ში უბრალოდ გავუშვებთ იმ title-ს, რომელიც არჩია ჩვენმა compose string tool-მა, ანუ იმ random title-ს. დავაწვევით saves და მოდი ვნახოთ რას დაგვიბრუნებს. დაბრუნდა template-ი. მოდი გავხსნათ ლინკი. აქ ორი ლინკი არის მოცემული, ერთი მე მგონი JPG-ა და მეორე PNG. მოდი ნახოთ, აი ასეთი სურათი გამოვიდა. Your job is not writing code, it's solving problems. Okay, expiration-ი ვინაიდან 5 წუთზე დავაყენე ეს იმას შევს, რომ 5 წუთში ეს აღარ იქნება ეს ლინკი ხელმისაწვდომი. თუმცა ეს თქვენი case-დან გამომდინარე იქნება გადასაწყვეტი, ყველაზე მარტივია უბრალოდ never იყოს და ნებისმიერ დროს გექნება ამისი საშუალება, რომ ეს ლინკი კიდევ ნახო და გამოიყენო ეს ფოტო ხელახლა. თუ თქვათ რაღაც ისეთ წინახ მაგათად მე Dropbox ვიყენებდი ხოლმე, Dropbox-ის შემთხვევაში double expressions ვაყენებდი, გადმოწერდი ამ ფოტოს და უკვე Dropbox-ში ვინახავდი. ჩვენ შემთხვევაში მე მგონი never უფრო ლოგიკური არის, თუ Airtables გამოვიყენებთ. ანუ რეალურად ეხლა უკვე გვაქვს ტექსტი, რომელიც აი აქ არის result-ში დაბრუნებული და გვაქვს ფოტო, რომელიც შეგვიძლია მივაბათ ამ ტექსტს. ეხლა ჭირდება რომ ეს ყველაფერი სადმე შევინახოთ. აი ამ სადმე შესანახად, როგორც წესი ვიყენებ ხოლმე Notion-ს. საკმაოდ კარგი თული არის ბევრ სხვა რაღაცაშიც, მაგრამ მათ შორის აქვს database-ები
რომელშიც ძალიან მარტივად შეგიძლია ინფორმაციის შენახვა, მართვა და შენზე მორგება. თუმცა დღევანდელი დღისთვის მოკლედ გადავწყვიტე Airtable მეცადა, რომელიც ასევე საკმაოდ კარგი თული არის. მე ჯერ არ გავმიყენებია Make-თან ერთად, თუმცა როგორც ვიცი ძალიან ხშირად იყენებენ და რაღაცა Notion-ის database-ების მსგავსიც არის და ასევე რაღაცა Excel-ის ხასიათსაც ატარებს. მოკლედ, ბევრი რომ არ ვისაუბროთ, გავხსნათ Airtable. აქაც მარტივად Gmail-ით გაევლით რეგისტრაციას, ან ლოგინდებით და აი ესეთ სკრინზე მოხვდებით, სადაც სადოთ მოდი ერთ-ერთი აპის გაკეთება. ეს ახალი არის, რომ Omni დაამატეს AI აგენტი, რომელიც გვეხმარებათ აპების გაკეთებაში. მოდი სადოთ და ვუთხრათ, რომ ჩვენ გვჭირდება რომ შევინახოთ LinkedIn პოსტები. სადაც გვაქვს სათაური, ტექსტი, ფოტო და გამოქვეყნების თარიღი დეფოლტზე 7+7 დღე შექმნიდან. რაღაც ეგეთი შეგვიძლია იყოს, რომ ვთქვათ დღე ამოუშავას რო შექმნი, გამოქვეყნების თარიღი იყოს შემდეგი ორშაბათი და მანამდე გაქვს დრო რომ შეხვიდე შეამოწმო. ნუ ცადოთ რას გავიკეთებს. Airtable ასევე უფასო ვერსია აქვს Airtable-ს, რომელიც საკმაოდ კარგი არის, ბევრ 5 გიგაბაიტამდე მონაცემებს შეიცავს და მოკლედ თითქმის ყველა ფუნქცია გარდა ამ AI builder-ისა და რამდენიმე ისეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნქციებისა, ძირითადი ნაწილი არის ხენისაწვდომი და ასევე როგორც API template.io-s შემთხვევაში საკმაოდ კომფორტული და საკმარისი არის პირადი გამოყენებისთვის. თუ თქვათ რაღაცა ბიზნეს არ ქმნით ან რაღაც ბიზნეს ნაწილი არ ხართ და მხოლოდ თქვენთვის გჭირდებათ, უფასო ვერსია სრულიად გეყოფათ Airtable-ს. Airtable როგორც ასეთი მხოლოდ არა მონაცემების და მონაცემების ბაზას არამედ თავად აპლიკაციებს ქმნის, ან რაღაც უფრო მენეჯმენტურ აპლიკაციებს, როგორც ვიღაცები ადრე თქვა Excel-თაც აკეთებდნენ ხოლმე მსგავს რაღაცებს, თუმცა ნუ Excel-თან შედარებით ბევრად უფრო კომფორტულად და ლამაზად გამოიყურება, რა თქმა უნდა. აი აქ ინტერფეისებში რო გადადიხარ, ინტერფეისებში არის უკვე შედარებით ლამაზად დალაგებული და შეგიძლია გამოყენება. და არის ფორმები, სადაც შეგიძლია მარტივად შეავსო, თქვათ არა, დატადან შეგიძლია შეავსო, თუმცა ფორმები უფრო კომფორტულ ვარიანტს გთავაზობს მაგის თორე აქ შეგვიძლია პლუს დავაწვეთ და დავამატოთ უბრალოდ რაღაც ახალი მონაცემი ჩვენს ბაზაში. მოდი ახლა ვცადოთ ამისი დაკავშირება Make-თან. დავაწვეთ პლუს, შევქმნათ და მოვძებნოთ Airtable და Airtable-ში გვინდა რაღაცა creator რაღაც ესეთი. შემდეგ დავაწვევით create connections, connection type-ში ავირჩევთ walls და დავაწვევით service. ეს ძალიან მარტივია, API key საერთოდ არ გჭირდება, შეგიძლია უბრალოდ ესე მარტივად დააწვე, დაამატო შენი ბაზა და დააწვე grant access. და უკვე დაკავშირებული არის შენი Make-ი და Airtable-ი. ალბათ ესეც ერთ-ერთი დიდი პლუსი არის, რატომაც ხშირად იყენებ ხოლმე Make-თან Airtables. შემდეგ მონაცემთა ბაზაში ავირჩიოთ Post Manager-ი და Post Manager-ში ავირჩიოთ LinkedIn პოსტები.
და LinkedIn პოსტებში ჩვენ უკვე შეგვიძლია გადავანაწილოთ ინფორმაცია. ფულიდან ავირჩიოთ ტექსტი, კონტენტში ჩავსვათ OpenAI-ის მიერ მოწოდებული პოსტის ტექსტი, ან გვერდ ტექსტი არის რეალურად ის ჩვენი არაპოპულარული სიმართლე და image-ში ჩავსვათ download URL. File name-ში ალბათ template ID საკმარისი იქნება. ან თვითონ წამოიღებს ავტომატურად ამ file names ჩვენი ლინკიდან. Publish date უთხარით რომ ავტომატურად 7 დღე ემატებოდესო და მოდით სარიელი დავტოვოთ და ვნახოთ რამდენად ასე მოხდება და დავაჭრეთ saves. ვეღოთ მთელი workflow აი ასე გამოიყურება, ანუ ვიჩევთ რაღაცა მოკლე ლისტიდან იდეებისას რაღაც ერთ random იდეას, შემდეგ ვაგენერებთ აქედან posts, აქედან ასევე ვაგენერირებთ სურათს და ამ ყველაფერს ვნახავთ Airtable-ში. მოდი ახლა დავასეივოთ და გავუშვათ, ვნახოთ რა მოხდება, რა დაემატება ჩვენს Airtable-ში. ახსნათ LinkedIn Post Manager-ი და აი ახალი პოსტიც გვაქვს, სადაც კონტენტი არის. You forgot most of what you learned. კი ბატონო, არის სურათი, მაგრამ publish date და creation date არ წამოიღო. ნუ აქ Airtable-შიც არის ავტომატიზაციების გაკეთება და რამდენადაც ვიცი შესაძლებელია რომ Airtable-ში გავაკეთოთ ავტომატიზაცია, მაგრამ როგორც გითხარით, დღეს პირველად ვიყენებ Airtable-ს და არ ვიცი როგორ გავაკეთო, ამიტომ მაგაზე მოდი აღარ მოგასცემთ და პირდაპირ აქედან გავუშვათ შესაფერისი date-ები, ვინაიდან მე იქი გვაძლევს საშუალებას რომ თარიღები ავარჩიოთ. Creation date გვინდა რომ იყოს now და add week გვაქვს. add days გამოვიყენოთ მაშინ publish date-ის შემთხვევაში. now-ს დავუმატოთ 7 დღე. ამ პუბლიკაციის dates ეხლა იმიტომ არ ვადებ, რომ თქვათ ეს ავტომატურად პუბლიკაციას გააკეთებს. რეალურად ეს იმისთვის არის, რომ შემდეგში, ანუ როგორც წესი მე ყოველთვის ვითვალისწინებ ხოლმე, რომ რაღაცა მინიმალურით ვიწყებს ძალიან პატარათი და მე ნელ-ნელა ვამატებ ახალ-ახალ ფიჩერებს. როგორც თქვათ, ნებისმიერ ციფრულ პროექტს, ანუ ნებისმიერ საიტს გავაკეთებდი, ასე ვუდგები AI იმპლემენტაციებსაც და თქვენც ასე გირჩევთ, იმიტომ რომ ბევრად უფრო მარტივი და გასაგები ხდება ყველაფერი. და ეს publish date-ი საომალოდ იმაში გამომადგება, რომ ავტომატურადვე დავაფაბლიშო ხოლმე. თუმცა პირველ ეტაპზე მაგალითად სანამ ჯერ დაწუნებული არ ვარ ჩემ პრომპტში და არ ვიცი რომ ეს ზუსტად აუცილებლად კარგს გააკეთებს და ასე შემდეგ და მიწევს რომ შემოვიდე და გავხსნა, უბრალოდ შემოვალ ხოლმე გადავამოწევ და თუ მომეწონება ავდგები დავაკოპირებ და შევალ LinkedIn-ზე და დავწერ უკვე ამ პოსტს. და შესაძლოა იგივეს ვიზავ ფოტოსთან დაკავშირებითაც გადმოწერ აი აგერ არის download-ის ღილაკი და ავტოვითავ LinkedIn-ზე. მოკლედ ამ ნაწილს ჯერ მანუალურად ვაკეთებ, თუმცა უკვე მზად მაქვს იმისი საფუძველი, რომ როგორც კი უკვე დარწმუნებული ვიქნები, რომ კარგი პოსტები გამოდის და კარგი ფოტოები გამოდის, უკვე გადავიდე იმ ეტაპზე, რომ ავტომატურად ასევე ანუ automated content distribution-ს ეძახიან ხოლმე ამას, ACD, ანუ დისტრიბუციის ნაწილიც უკვე გავაავტომატურო. ეს დანარჩენი რაღაცები უკვე რეალურად არ გვჭირდება. და ეს არის ჩვენი პირველი ორი ავტომატურად შექმნილი კონტენტი. საკმაოდ კარგი ტექსტი გამოვიდა, ესეც ჩვენივად იყენებს ემოჯიებს და საკმაოდ კარგ ჰეშტეგებსაც დებს, ასევე ფოტო რა თქმა უნდა, მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მომწონს, ძალიან მარტივი, გასაგები
სადა დიზაინია, თუმცა როგორც გითხარით, აი API template-ის მეშვეობით ნებისმიერი დიზაინი შეგიძლიათ არჩიოთ. ძალიან ხშირია ხოლმე ესეთი დიზაინები, რაღაცა ფოტო არის, სხვადასხვა ინფორმაციები და შემდეგ უკვე თქვენს ავტომატიზაციებში შეგიძლიათ აი ერთი template-ი აიღოთ, მაგიტო ვთქვი, რომ სამი template-ი ძალიან ბევრია, საკმაოდ ბევრი არის ყოველ შემთხვევაში, ძალიან არა, იმიტომ რომ ერთი template შეგიძლიათ აიღოთ და ზოგჯერ სხვა ფერი გამოიყენოთ ზოგ ავტომატიზაციაში, ზოგ ავტომატიზაციაში სხვა ფერი, ზოგ ავტომატიზაციაში სხვა ფოტო ქონდეს თქვათ background-ზე, ზოგ ავტომატიზაციაში სხვა ზოგი ტექსტი ჩანდეს და ზოგი ტექსტი არ ჩანდეს, მაგალითად ეგეც შეიძლება, ანუ რაღაცა ნაწილი ჩანდეს, რაღაცა ნაწილი არ ჩანდეს template-ის და ასე შემდეგ. საკმაოდ მოქნილი არის მაგ მხრივ API templates.io და 50 template-ი, 50 გენერაციაც საკმაოდ ბევრია. თითქმის დღეში 2 პოსტი შეგიძლიათ შექმნათ. დღეში 2 პოსტისთვის შესაძლებელი რაოდენობის იმეილი, ფოტოები. უკვე დღეისათვის სულ ეს არის, თუ რაიმე კითხვები გექნებათ, აუცილებლად დაგვიტოვეთ კომენტარებში და გისურვებთ წარმატებებს თქვენს ავტომატიზაციებში.